ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა თავისი მაღალი ტემპერატურით. არაფერი არ უნდა ამოჭრა. ფერი მაყურებელი მაინც მემაგინეს, მაგრამ ას მიჩვეულია. ამ კაც რაღაცა უნდა ჩვენგან, ეს რაღაცა ძალიან დიდი ხანია ჩაფიქრებული აქ. ტელებას რა როგორ გაეკეთებინა? ეს არის წამყვანი რა. მაგალითად რომ დაახუჩვალი რაფალიანსის ტრაგედიაზე ესპეკულირა, იქ ჩასული არაფერი სპეკულაცია გამოხდა. ალასანია იყო იქ ჩასული, რას ლაპარაკობ? იმიტომ ლაპარაკობთ ახლა ჩვენ წარსულზე, რომ შემდეგ შევძოთ მომავალში ერთად ყოფნა. ჩვენ გვაქვს ერთი აისბერგი, რომლის მხოლოდ თავი ჩანს და გვაქვს ძალიან დიდი საპროტესტო რესურსი, წინააღმდეგობის რესურსი არის ძალიან დიდი. რატო უნდა გაერისკა იმისთვის, რომ რატო გარისკა? პუტინთანაც მისასვლელი არა აქვს რეალურად. ანუ მონა რო ხარ და მე ვიქნები უკეთესი მონა. ეს არაფერს არ გიცვლი. შენის ბერკეტს არ გაძლევ პოლიტიკური დამწვარი აგენტი ხარ უკვე. ბიზნეს კონტიახ. დიახ. რეალურად ომის პარტია რასაც ქვია, დესტაბილიზაციის წყარო არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი და ეს არის ფაქტიურად ასადის, ხუსეინის და რა ვიცი, ყველაზე ესეთი მძაფრი მწვალებელი რეჟიმების ეკვივალენტში გადიან ესენი. აი მაგათად მე დღეს ირინა სარიშვილის გვერდით მიწევს ბრძოლა და მე მას ვიღებ როგორც პოლიტიკურად ვიღებ როგორც ჩემს თანამებრძოლს. წარსული არ არის ჩვენი გამაერთიანებელი. ძალიან მარტივად რო. მე მაინც წავედი და დავდექი იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ავტომატებს მესროდნენ მე. თუ საპროტესტო ტალღა არ გაფართოვდა და ისეთი ადამიანებიც არ მოიცვა, რომლებიც გუშინ განქოცდნენ, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ასეთ მყარ ავტორიტარიზმთან გამკლავება. მოგესალმებით, ეს არის პლატფორმა მისმინე, მე ეკა კვესიტაძე ვარ და ჩვენ ამ წლის ბოლოს შევეცდებით რომ შევაჯამოთ რა მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში და როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც ვართ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველა წელი ერთმანეთზე უარესი იყო, მაგრამ ის რაც მივიღეთ ბოლო წელს 2025 წელს იყო ისეთი, რაც ჩვენს უარეს კოშმარშიც არ წარმოგვედგინა. სამწუხაროდ ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა უნარი, რომ პროგნოზი გაეკეთებინა, თუნდაც 2012 წელს ივანიშვილი სადამდე მიგვიყვანდა. მაშინ არავინ არ ფიქრობდა, მათ შორის მისი მოწინააღმდეგეებიც, ახლა მცირე გამონაკლისზე არ ვამბობ, თუ მდგომარეობა ასე უკიდურესად მძიმე იქნებოდა მისი მმართველობის რამდენიმე წლის შემდეგ და უკვე 13 წელია, რაც ივანიშვილი ხელისუფლებაში იმყოფება და ჩვენ მივიღეთ მართლაც ყველაზე უარესი რისი მოლოდინიც კი გვქონდა. მოკლედ შევეცადე რომ ამ თემაზე სამსჯელოდ განსხვავებული შეხედულებების ადამიანები მომეყვანა, ძირითადად ვსაუბრობ ქეთი კურდოვაინძეზე და დათო ზურაბიშვილზე. სხვადასხვა ხედვა აქვთ მათ პოლიტიკის და განსაკუთრებით ქონდათ, შეგვიძლია ვთქვა წარსულში. ეხლა ეს ხედვა დაახლოვდა, მაგრამ გარკვეული განსხვავებები ისევ არსებობს, განსაკუთრებით წარსულის გადააზრებასთან დაკავშირებით და ასევე მოვიყვანე დათო გუნაშვილი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვისაც ვაკვირდები საპროტესტო მოძრაობაში, ჩემი აზრით დათო არის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, იმიტომ რომ მას შეუძლია ძალიან კარგად გაანალიზოს პროცესის დინამიკა და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და როდესაც ვლაპარაკობთ აი ამ პროტესტის მრავალფეროვნებაზე, ამ თქვათ იდეებში, იდეების რეალიზებაშიც დათოს ძალიან დიდი წვლილი აქვს სხვებთან ერთად. და საინტერესოა მისი ხედვა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შეცდომები დაუშვით მათ შორის ამ პროტესტის დინამიკაში და როგორ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ეს შეცდომები და როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს და რა შანსები გვაქვს ამ წელს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ამ გადაცემაში მონაწილეობისთვის და დათოსთან დავიწყებ შეკითხვით. 2012 წელს შეუერთდით ივანიშვილის გუნდს. მე აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ
თქვენ გეგონათ რომ ეს იყო გამოსავალი სიტუაციიდან სხვა შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდით რაც არ უნდა განაწყენებული ყოფილიყავით სააკაშვილის ხელისუფლებაზე იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი წელია გიცნობთ და ბოლო წლებშიც თქვენმა გულწრფელმა პოზიციამ მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს რომელიც შეიძლება გაბრაზებულია დათოზე რომ დათო იყო ერთ-ერთი პირველი რომელმაც დაიწყო ივანიშვილის ძალიან ღია და გაბედული კრიტიკა ამიტომ მე ამას ყოველთვის ვაფასებდი და დარწმუნებულიც ვიყავი რომ ასე მოხდებოდა მაგრამ აი განსხვავებულად ხედავთ ხო 2012 წელს და ეს განსხვავება ყოველთვის ხდება ხოლმე პრობლემა ზოგჯერ ამ დისკუსიის დროს. აი მაშინ რას ფიქრობდით ახლა აი გულწრფელად რო გითხრათ რომ გადახედოთ იმ წლებს რა მიზნით მოვიდა ივანიშვილი ეს მიზნები გზადაგზა შეიცვალა თუ ის თავიდანვე იმ მიზნით მოვიდა რომლის შედეგსაც დღეს ახლა ვხედავთ და თქვენი აზრით რა მიიყვანა აქამდე ეს პროცესი? ხო, ძალიან მაინტერესებს აი ამაზე რეფლექსია, ხო? ძალიან მარტივად არის ახლა ჩემთვის აღარაფერი სირთულე არ არის. თავისთავად ივანიშვილი რატომ მოვიდა და რა მიზნები ჰქონდა, მე მას მგონია რომ ჰქონდა ძალაუფლება, მისი მიზანი იყო მას სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ დრომდე 2008 წლის ჩათვლით პრაქტიკულად ომის ჩათვლით ის თვლიდარობის თანამონაწილეა ძალაუფლების და ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა იმ ხელისუფლებაშიც მე შეგახსენებთ იმ ხელისუფლებაშიც სამყოფი ვარ რაღაც პერიოდი და ვარდების რევოლუციის დიდი მხარდამჭერი და მონაწილე და შემდგომშიც რეფორმების დროს მაგალითად ის ცნობილი ამბავი ბერეჯო სოროს ბრალდებოდა რომ ხელფასებს უხდიდა ასე ვთქვათ მინისტრებს და თავრობის წევრებს მე გახდით მაშინ იმ ფონდის ხელმძღვანელი უშუალოდ მე დამნიშნეს მაშინ სააკაშვილმა მე დამნიშნა იმ ფონდის უფროსად რომელიც აი ამ ჩინოვნიკებს ხელფასებს აძლევდა უყურეს ჩემი ხელმოწერით აქ ის ხელფასი ანუ დამატებით ეძლეოდა იმიტომ რომ ბიუჯეტის მაშინ პატარა იყო მე როცა გაიზარდა ბიუჯეტი მე ეს ფონდის გაუქმდა ნელ-ნელა ასე შემდეგ და კიდე ბევრი იგივე ეს საპატრულო პოლიციის აღჭურვილობაზე და რა ვიცი რა ბევრი რაღაცა პრინციპში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით აი 7 ნოემბრის მერეც ის ჯერ კიდევ იყო იმ ხელისუფლების საკმაოდ სერიოზული მხარდამჭერი ეს ძალიან ადვილი დასამტკიცებელია შეგიძლიათ ნახოთ მაგ არჩევნების შედეგების საჩხერეში მაგალითად კონკრეტულად და რა შედეგია საჩხერეში რომ მაგას არავინ არ უარყოფს ასე იყო შემდგომში რა თქმა უნდა პატარკაციშვილის ფაქტორი იყო პატარკაციშვილი და ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ივანიშვილს და ნუ სააკაშვილს უჭერდა ყველანაირად მხარს. შემდგომში როდესაც პატარკაციშვილის ფაქტორი აღარ არსებობდა ქართულ პოლიტიკაში და მაინც არც მიხეილ სააკაშვილს არ უყვარდა, აღარ უნდა ხა ოლიგარქებთან თელი ცხოვრება ვალში ყოფილიყო. მოკლედ მან ჩათვალა ივანიშვილმა რომ სააკაშვილი მას უპირებს მოტეხვას და საერთოდ განდევნა საკეთე. და დააპირა აქეთ ამის მერე დააპირა ასე ვთქვათ იმ კაპიტალის გამოყენება რაც მთელი რამდენი წლის განმავლობაში ჰქონდა დაგროვებული გულისხმობს სოციალურ კაპიტალს ნდობა ხალხის ეს ქველმოქმედებით მიღებული ეს რეიტინგი და მას ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა მე შემიძლია მიგითითოთ კიდეც რამდენჯერმე არა მაგას არ გულისხმობს მაგრამ ხო კაი ჰქონდა ძალაუფლება უნდა მას ფიქრობდა რომ 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლების დროს ის იყო თანამმართველი ხელისუფლებაში და მას არასდროს არ უყვარდა გამოჩენა და სახალხო ყოფნა. ჯომა დიჯდა ხა მასთან დადიოდა მერაბიშვილი დადიოდა მასთან. ადეიშვილი მასთან დადიოდნენ. ეს კი არ მიდიოდა იმათთან. ისინი მოდიოდნენ ამათთან. ეს თვლიდა რომ ესე იგი მე მაფასებენ. პატივსცემენ და მაღალ სფეროში ვარ. სააკაშვილი ურეკავდა, ეკითხებოდა რაღაცებს. ასე იგი არ ქონდა ეს ურთიერთობა და როცა ჩათვალა რომ ეს ახლა ნელ-ნელა მე მაჩოჩებენ და ბოლოს აქედან მომისვლიან. მე გადაწყვიტა დაპირისპირება. მანამდე 2008 წელს მას ქონდა შეთავაზება ოპოზიციური ძალებიდან რომ ის ახალსნაირად ოპოზიციას დახმარებოდა და უარი მიიღო. არა და ეხლა ამბობს რომ 2007 წლის დარღვევებზე ყოველთვის იძახს ელემენტარულად. ხო ეს იყო. ჩვენაც შეგვეხება მე პირადად რესპუბლიკურ პარტიას. მაშინ ჩვენ ასე უყურებდით, ჩვენ ფიქრობთ რომ ახლასაც უგონია და გონია რომ მაშინ ჩვენ კი სწორი ვიყავით, ჩვენ მე საკმაოდ თვითკრიტიკულად ვარ იგივე პარტიის და ჩემი საქმიანობის მიმართაც 2012 წლიდან 2016 წლამდე უფრო მეტად როცა ალბათ უფრო მეტად უნდა და აქტიური უნდა ყოფილიყო ეს პარტიაც და ჩვენც იმ უარყოფითი ტენდენციების წინააღმდეგ რაც თავიდანვე გამოჩნდა
მაგრამ მაშინ ჩვენ თვლით ეს არის ერთადერთი შანსი პრაქტიკულად აბსოლუტურად როგორც დღეს არის პოლიტიკური ველი მოსწორებული ლამის ასე იყო ამიტომ ახლა მე კი მეუბნები ახშიათ საყვედურობენ რატომ მოათრიები ძინა და რაღაცა მაგრამ მე მგონი იმან მოგვათრია ჩვენ ყველა იმიტომ რომ რეიტინგი მას ჰქონდა და მან არჩია რესპუბლიკური პარტია თავისუფალი დემოკრატები, იმიტომ რომ ჭირდებოდა დასავლეთისგან, ასე ვთქვათ, ჩვენს პროდასავლურობაში. ეჭვი არ იყო, მას ჩვენ ჭირდებოდით. ჩვენ გვჭირდებოდა სწორედ იმისთვის, რომ შეგვეცვალა სიტუაცია ქვეყანაში. სხვანაირად სიტუაციის შეცვლა იმ ქვეყანაში, მე ასე მგონია. უბრალოდ იყო შეუძლებელი, უბრალოდ არ არსებობდა ფიგურა, არ არსებობდა პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეეძლო რამის შეცვლა და მიდიოდა რეგრესისკენ. ეხლა რა თქმა უნდა, ახლა დღეს რაც არის ასეთი არ იყო, უნებრივია, მაგრამ ამიტომ ცვლილებების და დემოკრატიული ცვლილებების მოლოდინი ჰქონდა ნამდვილად. ჩვენ ფიქრობდით, რომ მე სულ არ მეგონა მაგალითად, რომ 2025 წელს კიდე ბიზნე ივანიშვილი იქნებოდა ხელისუფლებაში. ეს არც მე ფიქრია. და მithumeted ამ სცენარით? ახლა აი სცენარი საერთოდ ამას გამოვრიცხავდი საერთოდ. ასე სცენარს რაც ეხლა გვაქვს არა მარტო ბიზნესს გავს, საერთოდ საზოგადოებას. აი როგორც ძალიან ჭკვიან და განათლებულ ადამიანს გეკითხები, რომ როდესაც ამ ადამიანთან ქონდა ახლო ურთიერთობა, ხო? ის თავისი ხასიათის მანიაკალური ხასიათი ეს არ გამოჩენილა ბოლოში, ხო? თავიდანვე ჩანდა მისი ინტერვიუებიდან, მისი წერილებიდან, მისი დამოკიდებულებიდან ერთხელ მახსოვს მისი პარანოია იმ ხელა იყო, რომ ირაკლი ტაბლიაშვილი ყვებოდა და მე კიდევ ხშირად ყვება ამას, რომ რაღაცა გაზეთს უშვებდნენ, ბლოკი იყო ესეთი სირია ეწერა და ივანიშვილმა ამაზე ატეხა ერთი ამბავი, რომ ეს სირიაზე კი არ არის, არამედ მინიშნება არის ჩემზე და ისეთი ამბავი იყო იმ ოთახში, სადაც ეს ამბავი ირჩეოდა და ირაკლი ტაბლიაშვილი იმის შემდეგ გამოუშვას, ასე ვთქვათ, იმ გუნდიდან. ხო, ანუ რისი თქმა მინდა, რომ ჩვენ რატო გაგვიჩნდა, აი ხა მაგალითად მე ქეთის კიდე ვიღაცებს, რატო გაგვიჩნდა ეჭვი, ხო და რატო არ ვენდობოდით ამ კაცს, იმიტომ რომ ჩანდა ეს მანიაკალობა, ჩანდა ეს ფსიქოპატია მასში და აი თქვენ თვითონ აი გულწრფელად როგორ უსმენდით მის საუბარს, მის ხედვებს, ხო? აი გეგონათ რომ ეს კაცი უკეთეს უგაცრავად მიშასაც გიშვეძახდით ახლა. არა, ხო, მაგრამ ახლა მიშას 2003 წელში მაგრამ გიუჭერდით ხარს. გასაგებია, ნუ ყველა არის არაორდინარული. არა, ხა ასე ხო და ამასაც ასე უთვლით ახირებაში, არაორდინარულობაში, ყოველ შემთხვევაში როცა მასთან ლაპარაკი იყო, ის რომ რაღაცა დასავლეთი მტერია და ის რომ deep state და გლობალური ომის პარტია და შეთქმულებები და ეგეთ რაღაცები საერთოდ არათუ ლაპარაკი არ იყო, გამორიცხული იყო საერთოდ ამაზე ლაპარაკი. პირიქით ის ამბობდა, რომ ჩვენ ევროკავშირის და ნატოს იქით გზა არ გვაქვს. ჩვენთან ყოველ შემთხვევაში სხვა არაფერი არ უთქვას. მას არა მარტო ჩვენთან ნებისმიერ შეკრებაზე, ის რომ ამერიკელებთან აუცილებელია საქართველოს კარგი ურთიერთობა, სხვანაირად არაფერი არ გამოვა. რუსეთის მიმართ ჰქონდა ეს შიშები, პუტინის მიმართ განსაკუთრებით მისი ეშინოდა, ეს ჩანდა. მაგრამ ნუ ახლა ეს არ იყო ახლა შიში გასაგებია ბუნებრივიც იყო გარკვეულწილად რომ გეშინია პუტინის იმიტომ რომ იცოდა რაც იყო და ვისთანაც ჰქონდა საქმე მაგრამ ასე რომ რაღაც აი ერთი წამით მაინც ვინმესე არა მარტო მე დარწმუნებული ვარ იქ ვინც იყო ახლა მე ჩემიც ვიყავი აგერ რესპუბლიკური პარტია იყო ნინო იყო გოგუაძე ძალიან დაახლოებული იგივე ირაკლი ალასანია სხვები არავის არ გაგვჩენია აი ოდნავი ესეთი ეჭვიც კი რომ ეს ადამიანი აპირებს სერიოზულად რაღაც იმის დამყარებას, ასე ვთქვათ, იყოს თვითონ. ის ამბობდა, რომ მე მოვალ, ასე ვთქვათ, რაღაცას აქ დავალაგებ სიტუაციას, მე ვიქნები ჩემთვის რა, როგორც და პრინციპში ახლა რო შეგვეხედა ასეთ სიტუაციას და ადამიანს ჰქონდა ამდენი ქონება, ამხელა რეიტინგი, რატო უნდა გაერისკა იმისთვის, რომ რატო გარისკა? იმიტომ რომ ძალაუფლების ყურვილი მივიღეთ ის რომ მისი ტოლოა ძალაუფლებისკენ აღმოჩნდა გაცილებით უფრო მანიაკალური და ძლიერი ვიდრე მაგალითად მე მეგონა. ამაში შევწვდით ყველანი ჩვენ ანუ ის აღმოჩნდა ადამიანი ვისთვისაც ძალაუფლება ასე პიროვნული ძალაუფლება ის რა იქ საქართველოს გაიხადოს თავის რაღაც იტყვიან უკანა ეზო თუ რაღაც ბოსტანად მოკლედ ბახჩად და გააკეთოს რაც უნდა აი ეს სურვილი აღმოჩნდა გაცილებით ძლიერი ვიდრე სხვა რაღაცა და მე დროთა განმავლობაში ამან ამ უარყოფითმა ტენდენციებმა მასში იმატა მე შიშები დაეწყო რაღაც მე ამ ბანკის ამბის მე საერთოდ ჩათვალა რომ დასავლეთი ჩამოგდებას უპირებს და ნუ მე წავიდა ასე ვთქვა და თორემ თავიდან სულ არ ქონდა ეს მას ეგონა რომ მისი ეს ძალაუფლება აბსოლუტურად თავსებადი აღმოჩნდებოდა იგივე ამერიკის, ევროპის თუ სხვა ინტერესებთან. არანაირი პრობლემას ვერ ხედავდა.
ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და ვიზაფრი ჩვენ როცა მივიღეთ, ბიზრა ივანიშვილი რო არ ყოფილიყო, იმას იმ პარლამენტში ვერ გავიტანდით მაგალითად. უბრალოდ ვერ გავიტანდით იმ კანონებს პარლამენტში, იმიტომ რომ ყველა წინააღმდეგი იყო და მთელი სამღვდელოება იჯდა ეთერში და იძახდა რომ დაგწევლით ყველას ვინც ამას ხელს აუწევთო და. კაი, ერთი კითხვა და რო დავამთავროთ და გადავიდეთ იმაზე, მერექეთის თავის ისტორიული ექსკურსი. აი, თქვენ ყოველთვის გაქვთ ბრაზი იმ ხალხთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს, რომ 2012 წელს ივანიშვილის მოსვლა ეს იყო რუსული პროექტი ცალსახად და მკაფიოდ და მახსოვს კეთი დევდარიანის ეს ცნობილი ფრაზა, ვინც ამას არ ხვდება, ყველა დებილია. ასეთი ხისტი კეთის სტილში იყო ეს ფრაზა და დღემდე ბრაზდებით, როცა ამას გეუბნებიან. აი, ეხლა რას ფიქრობ, ეს რაც ხდება, ეს არის რუსეთის პროექტი და მისი აი ფინალიზაცია ამ პროექტის თუ ეს არის მისი ანუ ივანიშვილის საერთოდ ფსიქოპატებს ბოლო ეტაპი აქვს და ბოლო ეტაპი არის უდიდესი პარანოია, სადაც ყველგან ისინი მტერს ხედავენ, ყველაფერში ხედავენ პრობლემას და მით უმეტეს მეორე ფსიქოპატი როცა ყავს კობახიძის სახით, ის ამ პარანოიას კიდევ უფრო უკეთესად იყენებს და კობახიძის და მისი დუეტი აღმოჩნდა ყველაზე დამანგრეველი ამ ქვეყნისთვის. ტიპიური პარანოიდული მიდგომა ეხა ეს რასაც უყურებ. მე ხა სერიოზულად ვიფიქროთ რომ მე სულ არ ბრაზდები იმაზე რომ თქვა ადამიანს 2012 წელს ჩაეთვალა რომ ეს რუსული პროექტია ადამიანი რომელიც რუსეთში გამდიდდა და ფული იშოვა შეიძლება და მასე ასე გეფიქროს ჩვენც კი გქონდა ასეთი ეჭვები სანამ მივიდოდით და სანამ მას დაველაპარაკებოდით და სანამ ჩავებმებოდით რა ერთმანეთში ხო გქონდა საუბარი და ასეთი ეჭვები იქაც გამოითქმებოდა ხომ არ არის ეს ასე ვთქვათ რუსეთისგან შემოგდებული ფიგურა მაგრამ შემდგომ მოვლენებმა ჩემი აზრით პირიქით ეს აჩვენა რომ ეს ასე არ ყოფილა 13 წლიან პერსპექტივით არავინ არ გეგმავს ასეთ პროექტებს ეხლა გამსახურდიას გადატრიალება რომ მოხდა სიტუაცია დაინგრა მაშინვე ეს რომ მოვიდა ივანიშვილის მმართველობის წლებს თუ შევხედავთ პირველი 4 წელი ბევრად უკეთესია ვიდრე შემდეგი 4 წელი იმაზე უკეთესია ვიდრე შემდეგი და ბოლოს ფუჭდება ნელ-ნელა ფუჭდება და ეს ეხლა რომელი პოლიტიკას მithumetes რუსეთიდან უკრაინის ომის გათვალისწინება რაღაცა 10 წლის მერე ეხლა ასეთი რაღაც არის აბსოლუტურად შეუძლებელი მანამდე პირიქით დასავლეთთან ურთიერთობაში და ევროპასთან ურთიერთობაში 2012-16 წლებში პროგრესია რეგრესია კი არ არის პროგრესია ფაქტია რა ეს მას არ ვამბობ ამიტომ პროექტი ახლა არ გონია თუმცა რასაც აკეთებს ის რუსეთის ინტერესებში ამაში ჩვენ მეპარება ხა კეთი ყურადღებით უსმენდი და მე ძალიან ყურადღებით უსმენდი მე არ მინდა რომ დავარღვიო არც ეს რა ქვია ეთიკა და არც მაგრამ პირველი რითიც დავიწყებ თან ტოლობის ნიშნის დასმა იმ ვითარებასთან რომელიც იყო 2012 წელს როდის სანამ არჩევნები ჩატარდებოდა და დღევანდელ ვითარებასთან აი გატოლება ამ ორი მოცემულობის ეს არის თავიდანვე რასაკვირველი არასწორი არა დღეს არ გომეტოლებია არა თქვა რომ მაშინ მოცარიელები იყო ობიექტური რომ იყო მოტიარებული იყო ეს ეხლა მე არა მოდი ეს რა ხან ითქვა მაინც კონკრეტულად ჩამოვყალიბოთ რა იყო ხო ვიცი რომ შეიძლება ეს აქცია თავის მოსმენა მაგრამ ფაქტი არის ეს რომ არ იყო იგივე ვითარება მაშინ რა ვითარებაც არის ეხლა არც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არც ადამიანების დევნის არც დაპატიმრების თვეები იყო გაშლილი კარვები რუსთაველის გამზირზე და ეს ადამიანები აპროტესტდნენ როცა იყო რა მნიშვნელობა ეს ხომ იყო ის ქვეყანა ის პერიოდი სისხლიანი 9 წელი ხო დღეს ამბობდით თქო დღეს აი ამ სისხლიანი 9 წლის განმავლობაში იდგა კარვები გაუთავებელი მიტინგების ოპოზიციური ის არა ქვია დათო ძალიან ის არის და ვიცი რომ მარქსია მონეს არა სიამოვნებს უბრალოდ არ არის სწორი მარქსია მონეს მაგრამ ეს უნდა მოისმინო იმიტომ რომ სხვანაირად ეს არ გამოვა არ გამოგივათ აი კეთის აბსოლუტურად მოთვინებით გისმენთ მოთვინებით უნდა მომისმინო მეც მოთვინებით უსმენდი იმას ახლა ამ წუთას რაც შეეხება ხა იმ ადამიანების შეცდომებს რომლებიც წავიდნენ და იფიქრეს რომ უკეთესი ქვეყანა იქნებოდა ეხლა უნდა მივაწეროთ ერთი
ერთი მხრივ ეს ნუ კემათ კეთილ სურვილებს შეიძლება ხა უნდათ უკეთესი ქვეყანა, მეც მინდა უკეთესი ქვეყანა, მეც მინდოდა 2012 წელს, მაგრამ იმის ამოცნობა და იდენტიფიკაცია, რომ ეს იყო რუსული პროექტი, რომელსაც ცალსახად ახლოს დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელს არ უშლის ივანიშვილის სიგიჟეებს, სხვათა შორის ორივე ერთად არის და რატო იყო რუსული პროექტი, ამასაც ვიტყვი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ აქ იდგა რუსული ფული და ოლიგარქია, რუსული ოლიგარქი იყო ცენტრში და აი ეს პარტიები წავიდნენ, რომლებიც მას შეუქმნეს ქართული ოცნება და იდენტიფიცირდნენ ამ რუს ოლიგარქთან. ახლა ივანიშვილის სხვა იდენტობა ვინმე მიცის თუ იცით, მითხართ სულ მისი, რა ქვია, თანამედროვე ხელოვნების მკვლევარის იმას ვერ მივანიშნებ. ხო, ეს არის რუსი ოლიგარქი. მე სხვა სახელი ივანიშვილთან მე არ მაგონდება. და ამიტომ წავიდნენ ეს პარტიები და შეუქმნეს მას პოლიტიკური გუნდი. იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ პირველი მოწვევის ქოცები იყვნენ გასილებით უფრო სიმპათიურები, იყვნენ განათლებული ადამიანები, იყვნენ პროდასავლური პარტიები, რომელიც კამუფლაჟისთვის ამ კაცს სრულიად და ისიც კი რომ აი ახლა ვთქვათ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი მაშინ გადაწყდა, რომელსაც უთვლით იმხევითომ იმ ხელისუფლებას პირველი 4 წელი კარგი გააკეთა, არაფერი კარგი არ გაუკეთა, ის იყო სააკაშვილის დროს მომზადებული თემა, რომელიც განახორციელა ამ ხელისუფლებამ, იმიტომ რომ პირველ 4 წლეულში, როგორც კი ძალიან ძლიერი იყო დასავლეთის ქართული ხალხის პროდასავლური სენტიმენტები და ეხლაც ძლიერია და მაგის იმედი მაქვს მე, ამიტომ როგორც კი ამას არ გააკეთებდა, ეს იქნებოდა მისთვის პოლიტიკურად ძალიან წამგებიანი და პირველივე 4 წელიწადში თავის მოჭრა მისთვის არ იქნებოდა მაინდამაინც სასურველი. იმიტომ რომ მაშინ კიდე არსებობდა სივრცეები, რომ ადვილად დამარცხებულიყვნენ ისინი არჩევნებში. ბოლო შანსი ალბათ იყო 2020 წელი იყო, როდესაც ჩვენ არჩევნებში შეგვეძლო გამარჯვება და შეიძლება 2024-ში თუ ვიქნებოდით ერთიანები, რაც არ გავაკეთე, ამაზე მე ვილაპარაკოთ. ხო, რაც შეეხება იმას, რომ ეს ადამიანებს ეხლა უჭირთ ამისი აღიარება და თავის გამართლება უნდათ იმის გამო, რაც 2012 წელს მოხდა და 2012 წელს მოხდა რუსული სპეცოპერაცია, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და კიდე რატომ არ უნდა შევადაროთ ეს ორი ამბავი, ერთმანეთს რომ მაშინ ის ხელისუფლება გადადგა პირველივე წამს დამარცხებისთანავე და ეხლა ესენი თქვენ როგორ წარ როდესმე გადადგებიან თავიანთინებით არასდროს. სულთად ერთი ხმაც რომ მიიღო, ხო? ამიტომ ხო იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს გამოიარეს და მართლა რეფლექსია აქვს და დათო მართლა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაიწყო ღიად ამ ეს დიდი ისი არის სხვათა შორის, იმიტომ რომ ივანიშვილი ყველაზე მეტად ერჩის თავის ყოფილ მომხრეებს და ჩურს იძიებს მათზე ბევრად უფრო მეტად ერჩის, ვიდრე სხვა შორის ოპოზიციურ პარტიებს და ამიტომ აი მართლა დიდი საფრთხე იყო და სხვა შორის მათი პარტიის არაერთი წევრი ძალიან თვალსაჩინოდ და საინტერესოდ გამოდის დღესაც და აპროტესტებს ბატონი ლევან ბერძენიშვილიც ხო როგორი აქტიურია ამ მიმართულებით და მართლა მაყურებელი არ უნდა გაღიზიანდეს ამაზე, როდესაც ადამიანი გვეშლება ჩვენ ესეთი რაღაცები, უბრალოდ არ გავითვალისწინეთ და დათომას არ გაითვალისწინა ის პრაქტიკა, რომელიც 90 წლებში ის მოვლენები არ გავითვალისწინეთ, როდესაც 2012 წელს წავედით და მე რა ხარ მიმიცია ხმა, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს. მე პასუხისგებლობას ჩემ წელს ვიზია. აი, სხვათა შორის ქეთი თქვა ის, ეხლა დათოს აზრი არ ვიცი ამასთან დაკავშირებით და ამით დავამთავროთ ეს წარსულზე რეფლექსია და მე გადმოვიდეთ და ერთ წელის რეფლექსია რა გავაკეთეთ არასწორად, ჩვენ რა შეგვეშალა, რა შეგვეძლო უკეთესად გაგვეკეთებინა, ან არ შეგვეძლო. მანამდე აი ქეთიმაც რაც თქვა და ეს არის ჩემი ერთ-ერთი არგუმენტი, ხო? რომ დათომ თქვა, რომ აი ასეთი გრძელი პროექტიო, მე ვერ წარმომიდგენიაო. მე ყოველთვის ტოვებ სივრცეს სამსჯელოდ და ამიტომ არ მიყვარს აი რაღაცის მტკიცებით ფორმაში თქვა, მით უმეტეს როცა არ მინახავს ამისი კონკრეტული დადასტურება და საბუთი, მაგრამ
თუ ასე მიუდგებით, რომ ივანიშვილმა აი ძალიან ნელა შეცვალა ამ ქვეყნის კურსი, იმიტომ რომ როგორც ქეთი თქვა, თავიდან ეს ქვეყანა იმდენად პროევროპული იყო და ძლიერი იყო, მათ შორის იყვნენ მაშინ ჯერ კიდევ იყო მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა. ამიტომ პირველი 4 წელი იყო ღიად პროევროპული, მერე ნელ-ნელა ჩამოიშორა ეს ხალხი და ნელ-ნელა შეგვაჩვია რაღაცებს. ერთი წითელი ხაზი გადალახა, მეორე წითელი ხაზი, მესამე ამასობაში ყველა ინსტიტუტი მოგუდა, ყველაფერი დანარჩენი გაანადგურა და ომის შემდეგ აი ზვავივით, რასაც მანამდე უნდებოდა ერთი ნაბიჯის გადადგმას 4 წელი, მერე ყველაფერი გადადგა 2 წელიწადში, ყველა ნაბიჯი და ჩვენ აი რაღაც აი ეს რეპრესიები დაგვატყდა თავს ზვავივით. აი რას ფიქრობ ამაზე? აი რომელ პოზიციას ეთახმები? მე მაინტერესებს, არ ვიცი, მეც მაინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ ორივე პერსპექტივაში არის ნამდვილად დასაყრდენები. მე მაგალითად ამ ყველაფერს უყურებ, ჩემი გამოცდილება რაც დამიგროვდა და ორივე რეჟიმს ძალიან კარგად ვიცნობ. როგორც საჯარო მოხელე და საჯარო მოხელე ვიყავი მე და განსაკუთრებით დაიყავი ბოლოს დათო 23 წლის ბოლოსკენ წამოვედი. გაიხანი უშერჩი ივანიშვილის ხელისუფლებას. მე შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული თავდაცვაში ვიყავი და უშროების საბჭოშიც ვიყავი ის მერე და მოკლედ მთელს ამ ასე ვთქვათ დინამიკას ორივე განზომილებაში მრავალმხრივად აღვიქვა და უსაფრთხოების სექტორში როდესაც ხარ განსაკუთრებით იმ განზომილებაში როცა ხარ ფუნქციონალი რომელიც ვთქვათ მენეჯმენტს ეხება მე ხა 2007-დან ადამიანური რესურსების მიმართულებით მუშაობდი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციული მართვა, მენეჯმენტი, პარტიული გავლენა მენეჯმენტში და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ჩემთვის იყო ძალიან თვალსაჩინო. და მანამდე კიდე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიყავი და ანუ რა ხდებოდა რეფორმების თვალსაზრისით, ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, რა კეთდებოდა, რა არ კეთდებოდა, რატო არ კეთდებოდა და ასე შემდეგ, ყველაფერი იყო ძალიან თვალსაჩინო. მაშინ დინამიკა შიგნიდან. ხო, ანუ რეალურად ჩვენ გვაქვს ორი განსხვავებული ტიპის რეჟიმი გვაქვს რეალურად, ანუ ნაციონალების რეჟიმი იყო ასევე ძალიან კარგი ტენდენციებით წამოვიდა ძალიან ბევრი საამაყო საქმე გაკეთდა იმ თვალსაზრისით მაშინ პირველ რიგში კულტურული გზამობანა აღმოიფხვრა ეს იყო უმნიშვნელოვანესი გარღვევა ამას აწლეულები ჭირდება და ეხლა შეიძლება ფორმებზე ვიდაოთ რა ფორმებით უნდა გაკეთებულიყო როგორ გაკეთებულიყო და ასე შემდეგ მაგრამ ძალიან სწრაფად კულტურული მოვლენა აი ეს გზამობანას აღმოიფხვრა ეს ძალიან მნიშვნელოვანია მე ანტიკორუფციულ თემებშიც კარგად ვერკვევი და ამას ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ აკეთებს. ეს ჩვენი საზოგადოების დამსახურებაც არის, უბრალოდ მაშინდელმა ხელისუფლებამ ამას კარგი კატალიზატორი მოუძებნა და მზაობაც იყო და დროულად ეფექტურად სწრაფად განხორციელდა ეს ყველაფერი. ის ტენდენციები უბრალოდ რაც მაშინ შეიქმნა სამწუხაროდ, ამის ინსტიტუციონალიზაცია ვერ მოხერხდა, არ მოხერხდა და ვიწრო გავლენებმა და სპეციალურმა ინტერესებმა, აი გავლენის ცენტრებმა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ასე ვთქვათ ხელისუფლებაში არსებობდა ამ გავლენის ცენტრებთან ერთმანეთთან კონკურენცია და კონფლიქტების და კიდე აქ რაღაც 1000 დინამიკა იყო კიდე ბევრი სხვა მოცემულობაც იყო რა თქმა უნდა რუსების ფარული ხელი და ღია ხელი ჩარეული იყო ამ ყველაფერში იმიტომ რომ ისინი ესე არტოვებენ ესე უყურადღებოთ ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი საერთო ჯამში უყურადღებოთ კი არა ერთ თავარი საცდელი პოლიგონი ვიყავით მათთვის დიახ კი ბატონო ჰიბრიდული ომის და ომის ყველაფერი გამოიცადა საქართველოში აი ტესტები ჩატარდა კი ნამდვილად არის ეგ ამბავიც და ჩვენ ასევე ოღონდ ორი განმასხვავებელი ანუ ერთი არის რომ ამ ყველაფრის აქ შიგნით დამაბალანსებელი იყო, ანუ დასავლეთთან ძალიან მკაფიორი, ასე ვთქვათ, ინტეგრაციის სურვილი და ასე შემდეგ, მაგრამ წითელი ხაზები, რომელიც წითელი ხაზებიც იყო კი ბატონო, მაგრამ აი რაღაცა კონფლიქტში მოდიოდა, ასე ვთქვათ, აი აქ მართლობებით მიდრეკილებებთან, ძალაუფლებასთან, ურთიერთობასთან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენი საბჭოთა მემკვიდრეობა ესეთი, რომ უკონტროლო ძალაუფლება ბობოქრობს და ეს უკონტროლო ძალაუფლება ხელში რო გიგვარდება მე ამის გაშვება ძალიან საშიში არის შენთვის, მით უმეტეს უკვე რაღაც შეცდომები რო გაქვს დაშვებული და ამას ებღაუჭები მთელი შენი ძალისხმევით. და ეს შენს წიაღშიც მიმდინარეობს ამ ძალაუფლების მოპოვებისთვის, ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული ბრძოლა და ეს ბრძოლა არის ძალიან სასტიკი და დაუნდობელი და ასე შემდეგ. ამიტომ ურთულესი მოცემულობაა, მოკლედ მოდი ასე ვთქვათ, ამასთან გამკლავება, ამას გარკვეულწილად მე ემპათიით უყურებ, ეხლა ძალიან ბევრი ცუდი რამე ვიცი. წინა რეჟიმთან მიმართებაში, რაც მე თავდაცვიდან მინახია, კონკრეტულად მე რაც მინახია და ასე ვთქვათ, აი ახლოს მქონია შეხება და მინახავს და ზუსტად ვიცი რომ იქ ეს იყო
და ამავე დროს ხვდები მიზეზობრივ შედეგობრიობა რა როგორ და რატო ხდებოდა ესე და ასე შემდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში ამან შექმნა ის კონტრასტი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ამ ფორმით ასე ვთქვათ, მოიყვანა ხელისუფლებაში, ანუ განწყობა შემოვიდა საზოგადოებაში, იქ რა დადგმული იყო პრობლემები, აი ამ პრობლემების ასე ვთქვათ, ფიზიკური მანიფესტირება ისეთი ხარისხით შემოვიდა უკვე, ხო? 7 ნოემბრიდან მოყოლებული მე ომის თემა ესო მთელი აღარ შევალ ამ დეტალებში, მთელი ეს კომპლექსურობა საბოლოო ჯამში მივიღეთ ისეთი რამ, რომ მივიღეთ ახალი ხელისუფლება, ხო? ანუ ბიძინა ივანიშვილი მივიღეთ იმ ფორმით, რა ფორმითაც მივიღეთ. ბიძინა ივანიშვილმა ასევე გააგრძელა კარგი ტენდენციები, რაც იყო, ის გარკვეულწილად გააგრძელა საწყის ეტაპზე. მე ხა ვაკვირდებოდი როგორც მმართველობის სპეციალისტი, ვაკვირდებოდი ამ საჯარო მმართველობისებრ, საჯარო სამსახურის რეფორმას, ჩემთვის ფუნდამენტური ასპექტებია, რომ ყველაფერი დანარჩენი დაალაგდეს, ანუ კარგი მმართველობის მიმართულებით, საზოგადოების ჩართულობა, რაღაც პლატფორმები შეიქმნა. ევროპის მხრიდანაც, ანუ დასავლეთის მხრიდანაც მეტი ყურადღება წამოვიდა მას მერე, რაც უკრაინაში სიტუაცია დამძიმდა და ასე შემდეგ ფოკუსი სწორდებოდა. 2017 წლამდე ტენდენციებს ვხედავდი მე. ახლა ტენდენციებს ანუ რა თვალსაზრისით ვიძახი, რომ ანუ გზაზე ვიდექით ჩვენ. აი 2017 წლიდან, 2017 წლის ბოლოდან მოყოლებული უკვე კაფიოდ დავრწმუნდი, რომ ეს არავითარ ამ ტენდენციას რეალურად ასე ვთქვათ, საბოლოო ასე ვთქვათ, შედეგამდე მიყვანას არაპირებენ არც ერთი ამ ტენდენციის და ნელ-ნელა დავიწყებ დაკვირვება იმაზე, რომ ეს ყველაფერი იყო სრული ბუტაფორიული დამოკიდებულება და სადღაც სხვაგან მიდიოდნენ ესენი. ის ადამიანები, რომლებიც თავიდან ამ ტენდენციებში ასე ვთქვათ მონაწილეობდნენ და თავით სოციალური ბუტაფორია იყო, რას ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ ჩანაფიქრი არის ისეთი, რომელიც ამ ყველაფერს იყენებდა იმისთვის, რომ სადღაც მივსულიყავით, აი ხა სადაც მივდივართ რაღაცნაირად. ანუ თავიდან იმის ჩვენება, რომ აი ნახე რა კარგები ვართ, ვაგრძელებთ პროევროპელები ვართ და ნელ-ნელა პატარ-პატარა წითელი ხაზების დარღვევა და საბოლოო ჯამში როცა ყველა ინსტიტუტი იქნა მოხჩობილი, ყველა ასე ვთქვათ აქტორი იყო მეტნაკლებად განადგურებული, დასუსტებული თუ განადგურებული არა თავისუფალი მედიიდან დაწყებული პოლიტიკური პარტიების ჩათვლით. ჩემი შეთქმულების თეორია ელემენტარული ხარ. არა, იქნება როგორ არის შეთქმულების თეორია, როდესაც მინისტრმა თავის კაბინეტში აიყვანა, დაიბარა ადამიანი და აიყვანეს დააპატიმრეს იქ. თუმცა ასეთი მილიონი შეიძლება ხელისუფლების დროს როგორ არის ეს ამაზე ეს ხო პირველი ეტაპია, ხო ეს ხო არ მომხდარა გუშინ და გუშინწი. ეგ არაფერს არ ნიშნავს. ხო იყო ეს დასაგებია, ტენდენციები იყო ერთია, მაგრამ შეთქმულების თეორია არის, როცა ხენ მაგალითად ბიძინა ივანიშვილს რო დავაბრალო მე რო არის დიდი ხელოვნების მცოდნე და ლიტერატორი თქო ეს იქნება შეთქმულების თეორია არის, როდესაც არა გაქვს პრაქტიკულად ფაქტი და უბრალოდ აკეთებს სპეკულაციას, რომ რახან ასე მოხდა, ესე იგი ასე იყო ჩაფიქრებული. თუ შეიძლება თან მით უმეტეს რომ შეგნიდან უყურებდა ამ ყველაფერს მის თვალწინ. რატომ ჩუმატუჯეკი ამდენი ხანია? მოკლედ ამ კაც რაღაცა უნდა ჩვენგან, ეს რაღაცა ძალიან დიდი ხანია ჩაფიქრებული აქვს. ამისთვის გამოიყენა ყველა და ყველაფერი. გამოიყენა სააკაშვილიც, ის პრობლემებიც გამოიყენა, ყველაფერი გამოიყენა. რა თქმა უნდა, ეხლა ეს რაღაცა ესე გაწერილი სცენარიუ შეიძლება ეს 100%-იანი არ ქონდეს, მაგრამ ანუ რაღაც მიზანი აქვს და ამ მიზნისკენ მიისწრაფის და ადაპტირდება და ლავირებს და მოქმედებს და ტრიუკებს ატარებს და ასე შემდეგ. ხო, ანუ რაღაცა გრძელვადიან ამბავში, გრძელვადიან საკუთარ მოგზაურობაში იმყოფება ეს კაცი და რაღაცათ უნდა მოგვევლინოს. ეს ძალაუფლებას ჩემი მეთანხმება, ანუ ძალაუფლება უნდა ამას, ეს ძალაუფლება რაღაცისთვის უნდა და რასთვის უნდა ეს ძალაუფლება, ეს ერთპიროვნული ტოტალური კონტროლთან ძალიან მიახლოებული და ტოტალური კონტროლი ფაქტიურად არის ხშირად ვაიგივებ ხოლმე ამ ალბანეთის გამოცდილებას, ენვერ ხოჩხას გამოცდილებას. აი აქ რატო უნდა აქ ფსიქოლოგიური რაღაცა ფაქტორი შემოდის და რავი სოციოპათიური თუ ფსიქოპათიური რაღაცა მოთხოვნილება შემოდის ერთმნიშვნელოვნად. ანუ ეს აქედან გამომდინარე მე ვხედავ რომ ანუ იმიტომ ის ტენდენციები ისე ჰაერში დაეკიდა მე ანუ ის რაც ყველამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაი, ისე დაეკიდა ჰაერში. რომ ამის მიზეზს უბრალოდ ვერ ხვდებოდი მე ვერანაირად. ამისი არც გეოპოლიტიკური მიზეზი არსებობს, არც რუსეთის ინტერესი, თუნდაც აი რუსეთის პროექტზე რო ანუ რუსეთის ინტერესიც ასე გადახვევით რაც ეხა ბიძინამ გააკეთა, ანუ ამითი რუსეთის ინტერესის სტაბილიზაცია აქ ვერ ხდება. მე ხა მქონდა შესაძლებლობა რომ სიტუაცია მაშინ როდესაც შეეძო რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა ბევრად უფრო ჭკვიანურად არაფერი, აი თუნდაც 28 ნოემბერს რო არ გამოსულიყო მეორე ფსიქოპატი და არ ეთქვა რომ ევროკავშირთან ურთიერთობას ვწყვეტთ,
ისე ანუ შვენივრად შეინარჩუნებდა ლეგიტიმაციასაც მიიღებდა ხალხსაც შეიყვანდა პარლამენტში დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს ძალიან ოსტატურად გააკეთებდა მაგრამ ეს რაში ჭირდებოდა ეს არის ყველაზე აი აქ სადღაც გაჩნდა ანუ რა მომენტშიც გაჩნდა უკრაინის ომის ფაქტორი და როდესაც ასე ვთქვათ ეს სოფლიო გაიყო უკრაინის მხარდამჭერება და უკრაინის ასე ვთქვათ მოწინააღმდეგეებად რუსეთის მხარდამჭერება და ასე შემდეგ. ანუ აი აქ რაღაცნაირად ეს კაცი აღმოჩნდა რაღაცა დილემის წინაშე და მან გადაწყვიტა იქედან გამომდინარე თუ თვითონ რა უნდა შინაგანად რაღაცა რო უნდა აი იქედან გამომდინარე ეს უნდა გავარკვიოთ რა უნდა იქედან გამომდინარე მან გადაწყვიტა რომ კაფიოთ ანტიდასავლური და რუსული მხარე დაეჭირა აი შეეტენა რაღაცნაირად გადაწყვიტა რომ მოდი მე ხა ამას კარგად შევეტენებ იმიტომ რომ რუსეთს ვერავინ ვერ არ ვიცი რატო გადაწყვიტა რა გათვლები ქონდა გადააწყვეტინეს თუ თვითონ გადაწყვიტა მე ვფიქრობ რომ თვითონ გადაწყვიტა იმიტომ რომ მანდაც შეეძლო ისეთი ლავირებით და ისეთი მოქმედებებით არავის არაფერი არ მოუთხოვია ექსტრემალური მისგან მას არაჩვეულებრივად შეეძლო ეს ამის სტირინგი აი ეს მანევრირება ისე გაეკეთებინა რომ რუსეთის თემაც არ გაეფუჭებინა და აი ეს რაც აკეთეს თუნდაც აი ეს ტრანზიტები, ჩუმი ტრანზიტები რაც აკეთეს და რა ხელი შეუწყეს და ანუ ეს რუსული კაპიტალის მოძრაობას და ეს ეკეთებინა, მაგრამ დასავლეთთან ესე არ ჩაეხსნა და არ ჩაეჩეხა ყველაფერი, მაგრამ აი გადაწყევიტა რომ დაენახებინა პუტინისთვის რომ აი მე შენთან ვარ და შენკენ მოვდივარ და მოკლედ შენი ვარ. აი ეს რატო გადაწყვიტა ახლა აქ ძალიან საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ მე ამას უფრო მისი ფსიქოპატიით ხსნი. ფსიქოლოგიური დამოკიდებულებიდან გამომდინარე ხედავ მე. თუ არ იცით, თუ არ ანუ მე სანამ არ ჩაუღმავდებოდი ამ პორტრეტს და თუ ნანახი არ აქვს ძალიან გირჩევთ ამ გადაცემას მე მქონდა ფსიქოპატია, იმიტომ რომ თუ ფსიქოპატის ტიპას არ იცნობ აი ვერ ხვდები ბოლომდე და როგორც კი ამ ლინზით შევხედე ივანიშვილის ქცევას მისი ქცევაც ჩემთვის გასაგები იყო და მისი გარემოცვის ქცევა უფრო მხატვრულ ლიტერატურასთან ახლოს აი გაძასარევი ესე აქვს ეგეთ ტიპებზე ჩესტერტონს ჩესტერტონს აქვს აი ძალიან კარგი ციკლი აქვს მოთხრობების ასეთი პოეტი და გიჟები ასე ქვია და აქვს აი დახასიათება ტიპი რომელსაც რაღაც ფსიქიური პრობლემები აქვს იმათი და აი ძალიან კარგადაა დახატული როგორ შეიძლება მე მან ეს გააკეთოს. კი, ანუ მე ეს სპირალში შედის და ანუ აქედან მოყოლებული უკვე ეს ისეთ სპირალში შევიდა, ანუ როგორც ის წავიდა ვაბანკზე, ესეც ამ ვაბანკზე აყვა. და ესენი წავიდნენ სრულიად ვაბანკზე და ეხლა ანუ რეალურად დაიწყო ისეთი ტიპის რეჟიმის დამკვიდრება, რომლისთვისაც ესენი მზად არ იყვნენ. ანუ ამისთვის სათანადო პლატფორმა მას მომზადებული, ანუ მინიმუმ 1-5 წელი კიდე ჭირდებოდა ასეთი ტიპის რეჟიმს, რომელსაც ესენი ეხლა ამკვიდრდებენ, აი ამ ტოტალური კონტროლის, ასე ვთქვათ, ავტოკრატიული პიროვნების ხუშტურზე მორგებული, სრულიად დეინსტიტუციონალიზებული და ერთმთლიან მხოლოდ რაღაც მონოლითურ რეპრესიულ აპარატზე აწყობილი პოლიტიკური ველი განადგურებული, საზოგადოებრივი ველი განადგურებული, ყველაფერი ეს განადგურებული და აი ეს მონამორჩილებაში და ბატონყმობაში შემოყვანილი ქვეყანა ასეთი ტიპის რეჟიმის მომზადებას ჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა და დიდი დრო და ამან ეს ამისთვის არაფერი მომზადებული არ არის, ამიტომაც არიან ეხლა აი ამ ფაცი ფუძში. კი ცდილობენ და ასე შემდეგ და გვაშინებენ და ასე შემდეგ ამაზე ვისაუბრებთ ეხლა ხომ მეორე ნაწილში, მაგრამ რეალურად ვაბანკზე წავიდა და სერიოზული პრობლემა აქვს ეხლა, იმიტომ რომ ეს ამ რეჟიმის დამკვიდრებას ვერ მოახერხებს, ჩვენ თუ რაღაცა ჩვენ საქმეს გავაკეთებთ რა საკვირველია, მაგრამ ამის ძალიან მაღალი რისკები აქვს და ამკიდან გამომდინარე რომ მაგრად ჩქარობს და მაგრად იმაშვება, რა ქვია, ფაცი ფუძში არის, უკვე გაქცეული აქვს ბერკეტები ხელიდან. ამ პროცესის უკან შემოტრიალება და რაღაცნაირად აი ხა მაგალითად უკრაინის თემა რო შეუერთდნენ იქ რაღაცა ცდილობდა ტრამპთან დაალაგებას, ევროპასთან დაალაგებას, იქ ბევრი შეცდომები მიხვდა რომ რაღაცეებია გასაკეთებელი, მაგრამ გაექცა უკვე ბერკეტები ხელიდან რა, იმიტომ რომ ისეთი რაღაცეები გააკეთა, ისე ჩაწვა ხიდები, რომ რუსეთთან და პუტინთანაც მისასვლელი არ აქვს რეალურად, ანუ მონა რო ხარ იმ დღესაც ვამბობ, მონა რო ხარ და მე ვიქნები უკეთესი მონა, ეს არაფერს არ გიცვლი, შენის ბერკეტს არ გაძლევს, რომ იმის მონა ხარ, ისე შენ რო ექცევი ესე, რომ ანუ ამ დამოკიდებულებით რო შედიხარ, იმას შენგან არაფერი აღარ უნდა, უკვე ხარ ის რაც ხარ. და ახლა რუსეთის თვალსაზრისით აქ ბევრი დასაყრდენი არის, კიდე არის პოლიტიკური აგენტი ხარ უკვე. ბიზნეს დიახ და ანუ ვაკ ძალიან ანუ ვაკ სერიოზული ბერკეტები თუ არ გიჭირავს უკვე მორჩა შენ. და შესაბამისად ახლა რუსეთს სხვა დასაყრდენებიც აქვს, ხო? ანუ სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც არიან, ასე ვთქვათ, კვაზი პოლიტიკური ჯგუფები თუ რაღაც იდეოლოგიური ჯგუფები არ ვიცი. და რუსეთი ესე მუშაობს, კი აი რომ შეხედოთ ხა რეჟიმების, ანუ რუსეთის სამსახურების სპეციფიკას რო შეხედოთ, რუსული ესე მუშაობს, აანალიზებს სიტუაციას სოციუმში, სადღაც დასაყრდენებია ინდივიდუალურ დონეზე და ჯგუფურ დონეზეც
როდესაც ესენი ერთმანეთს შეიძლება კონფლიქტში იყვნენ, მაგრამ სულ ყველასთან იპოვის გზას, დააფინანსებს, იმას მოისყიდის, ამას კომპრომატს იმას დააშანტაჟებს და ყველგან ეყოლება თავისი, რომელიც გაკაჩავს და რაც იმას იზავს, აი ამას ათამაშებს. ბიძინაც ერთ-ერთი ესეთი მოთამაშეა რუსული პრიზმიდან რო შევხედოთ. ოღონდ თვითონ ეს ჯგუფები თვითონ პროაქტიულად ცდილობენ თავი დააპოზიციონირონ, რომ ანუ პუტინის თუ რუსული სპეცსამსახურების აი ამ ასე ვთქვათ ინტერესის არეალში მოხვდნენ, რომ ის გავლენა მოიპოვა. აი იმ გავლენის მოპოვებაზე ნადირობა მიმდინარეობს. ალტერნატივა. დათოს რაღაცა უნდა და მე გადავიდეთ ეხლა სადავართ, ხო? ანუ ეს ისეთი თემაა, ჯერ ერთი რომ ეს წარსულის თემა რთული და კომპლექსური. რთულიც არის, კომპლექსურიც არის. მე საერთოდ გონია, რომ ხა კი ამაზე მსჯელობა მაინც და მაინც ხელს არ შეუწყობს სამომავლოდ რაღაც ერთიანი რაღაც მოქმედებების პლატფორმას. რა შეუძლებელია მე და ხეთ ძალიან დიდ პატივისცემს იცის მან და ყველაფერი ხანია ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ კი კარგი ხანია მაგრამ შეუძლებელია მე მას ვერ გადავარწმუნებ ის მე ვერ გადავარწმუნებ არა ეს ხო არ ნიშნავს რომ ჩვენ ორი ჩვენ პიროვნულად არა იმაზე უნდა შევდამდეთ რომ ჩვენ უნდა დებილი იყავიო და მე არ მინდა გასაგებია მე ხო არ გეუბნები მე ლავჩევამოთ რომ ჩვენ არ გვინდა საბჭოთა ქვეყანაში ავიგე ხა არც მე არ მინდა შეცხოიცი ლაპარაკი რომ ეს არის რუსული პროექტი ხოდა ეს არის შეთქმულების თეორია დავამთავრებ ეს წინადადება დავამთავრებინე ეს არა ქვია რუსული პროექტიო ჯერ იქ და საიდან რა მნიშვნელობა გასაგებია არ გეგამათები ხო არ ვაპირებ გადაგარწმუნებ შენს ვერ გადამარწმუნებ ხოდა რა ვაკეთებ გავიგეთ გავიაროთ ეს მე არ ვაპირებ არავის გადარწმუნებას მე მინდა ჩემი აზრი გამოთქვა საერთოდ არ ვაპირებ არავის გადარწმუნებას და არც არის სწორი ვინმე გადაარწმუნა თვითონ უნდა დარწმუნო მე ერთი და ორი ადამიანი არ ვარ ამ შემთხვევაში მე წარმოვადგენ საკმაოდ ბევრ ადამიანს და ამ ადამიანებთან საკმაოდ ბევრია ასეთი ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში და პროტესტში იმაში არ ვიცი და მინდა თვალას არა არ გვინდა ამ თემაზე კამათი თუ შეიძლება დავამთავრებინეთ ერთი სიტყვა რატომ არის ეს რუსული პროექტი მინდა და რომ არ არის ეს ის არა ქვია რაღაცა გამონაგონი და შეთქმულების თეორია იმიტომ რომ ივანიშვილს რა ის ზუსტად თქვენ დაუსვით ახლა ამას კითხვა რომ რატო ივანიშვილი რა მიზეზის გამო მოიქცა ასეო პრორუსულის რატომ წავიდა იქითკენ აი ეს რადიკალურად რატომ გამოაცხადა ივანიშვილმა ზუსტად გაითვალისწინა რაც ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ 90-იან წლების გამოცდილებას და 2012 წლის გამოცდილებას რომ ის ვინც არ არის რუსეთის მონა იმას ელის რევანში რუსეთის მხრიდან და ეს რევანში მოწყობილი აუცილებლად საუკეთესო საზოგადოების ქართული ეგრეთ წოდებული ელიტის ხელით რაც მოხდა 90-იან წლებში როდესაც ნომენკლატურამ რევანში აიღო ზიად გამსახურდიაზე და 6 თვის დანიშნული პრეზიდენტი 6 თვეში რა უნდა დაეშავებინა ასეთი დააქცია ქვეყანა და მეორედ როდესაც ესეც იყო 2012 წელს ნომენკლატურის რევანში რუსული ნომენკლატურის რევანში რომელიც ჯერ გამქრალი არ იყო ამ არეალიდან იქ იყვნენ ეს მსახიობები, ეს მხატვრები, ეს რეჟისორები, ეს ისინი რომლებიც აღმოჩნდნენ არაკონკურენტულ გარემოში სააკაშვილის ეპოქაში. იმიტომ რომ სააკაშვილის ეპოქაში ვერ გახდებოდი აი ამ ძველი მეთოდებით, ვერ წახვიდოდი წინ და ვერ გახდებოდი წარმატებული ადამიანი. უნდა ქონოდა შენეს, ამიტომ მათ გადაწყვიტეს რომ დაებრუნებინათ ის პირობები, სადაც არ იქნება კონკურენცია. აი ახლა არის ზუსტად ის მდგომარეობა და ხედავთ კიდევაც ხელისუფლებაზე აისახება კიდევაც კონკურენტულ არეალი, ვინც იყო კი გამოუშვეს იმ პარლამენტიდან და აი და თუ გვიზისაგერა და არა იმ პარლამენტში ხო კონკურენტულადიანი ადამიანები და ვინც კონკურენტულადიანი არ არის დღეს არის ყველა ხელისუფლების სათავეში. მე ერთადერთ რამეს დავამატებდი რომ ეს 2012 წელს მომხდარი გაერთიანება სააკაშვილის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ჯგუფების ერთიანობა იყო. რასაკვირველი ამას შედიოდა განაწყენებული კონტრრევოლუციის მომხრე პრივილეგიებია დაკარგული. მათ შორის შედიოდნენ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად არ მოწონდათ ის ავტორიტარული გადახრები და პრობლემები, რომელიც არსებობდა და ეს პრობლემები არსებობდა ცალსახად და ერთნიშნულოვნად. ამიტომ ძალიან ივანიშვილის მთელი უპირატესობა გარდა იმისა, რომ უზარმაზარი ფული ჰქონდა და კარგი რეპუტაცია იმ პერიოდისთვის იყო ის, რომ მან
ბევრი ადამიანი გააერთიანა ესეთი თავის გარშემო და ჩვენ ზუსტად ეს პრობლემა გვაქვს და ეხლა უნდა გადავიდეთ. ეს პრობლემა გვექნება არა, ვერ გადავალთ, სანამ ამას არ მოუწურავ. კარგი, ვერ დავამთავრე და ვიწყე. დაამთავრე და მე ერთ ვიტყვი მაინც ახლა რა, იმიტომ რომ ის 1.200.000 ხმა რომ მიიღო, კი, 1.200.000 ადამიანში. ბუნებრივია, ვიღაცა პრორუსიც იყო, ვიღაცა ძველი ელიტური თუ ნომენკლატურის მომხრეც, ვიღაცას ადამიანის უფლებები ენაღლებოდა. ამით ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ, რა იყოს რეალურად. ასე ვთქვათ 2012-ის მამოძრავებელი ძალა, იმიტომ რომ ხარდამჭერი ყველანაირი ხალხი იყო, ხო? აქ თუ გვინდა 2012-ში ვინ იყო იქ წამყვან პოზიციებზე, ვინ განსაზღვრავდა, ვინ შედიოდა მაშინ უახლოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ვინ იღებდნენ, რა ხალხი იღებდა, პროგრამებს ვინ წერდა, მესიჯ ბოქსებს ვინ წერდა, ასე ვთქვათ ივანიშვილის გამოსვლებს ვინ ამზადებდა, ვინ იღებდა გადაწყვეტილებას, რა როგორ გაეკეთებინა. ეს არის წამყვანი რა. მაგალითად რომ დაახუჩვალი რაფალიანსის ტრაგედიაზე ესპეკულირა იქ ჩასული იყო არაფერი სპეკულაცია გამოხდა ალასანია იყო იქ ჩასული რას ლაპარაკობ არა ეს იყო პირველი ახლა მასწავლებელი არავის არ გამოუყენებია ვინ გადაწყვიტა რომ 8 თვე შეენახა ციხის კადრები იმის მაგივრად რომ ციხის კადრების ამბავი მეც ვიცოდი და ეს სანასწორად იქნა ეს ყველაფერი არა იმიტომ რომ ხო რატო მანამდე ესე იგი 8 თვე კიდევ უნდა ეწამა პატიმრები პატიმრების წაებას რა არ შეგვია 8 თვე ჯერდი არ გადაწყვიტა რა ფალიანსი ჩასული ალასანია და თუ დამანთავრებინები ხო არა იმიტომ რომ არა ჯერ ერთი სიზულელია ეს არავითარი რაფალიანსზე არანაირი ამბავი არ მომხდარა ეს იყო ერთ იმ დღეს მარტო იმ დღეს იყო მარტო იმ დღეს ატეხა პანიკა იმ მერიკაშვილმა მე ჩავიდა ალასანია მე ეს ამბავი შევწყვიტეთ მათ შორის ჩემი ძალიან აქტიური ჯარებით მე დავწერე კიდე გახსოვს ჩემი პოზიცია რომ არ შეიძლება სიგიჟეა და არ შეიძლება ამის დაბრალება ძალიან გაფასებ მადლობა მე არა მარტო თქვი ეს მე დავრიეკე საჭირო იყო და უთხარი რომ ახლავე შეწყვეტეთ ეს ისტერიკა მეთქი ჩაერთო მე კიდე სხვებიც და შეწყდა ეს ამბავი მე რეგაც არ გაგრძელებულა და მერიკაშვილმა წააგო საერთოდ ის არჩევნები მეორე დღეს არჩევნები ისა მეორე დღეს მეორე არ უკვე გავლენა მოახდინა წააგო რა მოახდინა გავლენა რაფალიანსა რანაირად მოახდინა გავლენა წააგო არჩევნები მეთქი გურჯაანში მერიკაშვილი კარგით ეს არა ქვია რომ მოიგო მე კიდე ხოდა გასაგებია მაგრამ ჩვენ რაც გვინდა ერთ-ერთი ციხის კადრებს რა შეეხება ციხის კადრებს ჩვენ ტელევიზიაში გამოვხდება გიორგი პოპხაძე არის ერთი კითხეთ იმას დაქონდა იქ ევროსაბჭოში და აჩვენებდა ყველას ეს არ ყოფილა ასე დაფარული შეიძლება აკაურებისთვის კი მაგრამ იქ აჩვენებდა ევროსაბჭოში აჩვენებდა იქ ევროკავშირში უცხოელ დიპლომატებს იმათ ამათ რომ როგორ აქ სულიყო ლაპარაკი რომ წაება მიდის და სულიყო ამაზე შეიძლება და მე კადრები რა მაინც კადრი უნდა გენახოთ კაცო ისე არ შეიძლება და გაერკვია ხო გამოვიდა მე იქნებოდა კაცს არ ნახავ რა თუ კაცს არ ნახავ როგორ შეგულების თეორია არის ამაზე იყო 2 წელი ლაპარაკი და გამოქვეყნდა და ხა იმის ლაპარაკი რომ რაღაცა ასე რომ ამდუსა ხო ფაქტია რაც გამოქვეყნდა ის ხო ფაქტი იყო საათ და ხევრია 45 წუთიანი კასეტა იქა 45 წუთში უედროებები ხდება ზედიზედ ხა ფაქტია ესა და იყო და ხა რაც იყო ცუდი ხა იმას მოდი ნუ გავამართლებთ რა ასე იყო ეს ხო დადგმული ციხის რა დადგმული იყო სისულელია ეს ცოცხის კადრი დადგმული არა რა თქმა უნდა რო კაცი გამოვიდა მე დავდგიო და თქვა ტელევიზორში არავის არ უთქვია რომ ის ცოცხი თქვა მე დავდგი კადრიო არ უთქვია არა როგორ კაცო ნახოთ ამდე დავდგოთ და აჩვენე აუცილებლად როგორ ბედაკაცი თქვა ბიჭო კიდე თავისას ლაპარაკობენ ეს ლეგენდები ახლა აღარ მინდა რაღაც ეს არა ყველა პარტია გამოიყენებდა ასეთ კადრებს წინას არჩევნებს არ ყვანდა რა უნდა ყოფილიყო კიდეც უნდა ყოფილიყო და თო ეს არის მორალური პასუხი რაც ვიხილეთ უნდა ეს ტყუილი არ იყო კაცო ეს იყო რეალურად მოხდა და გამოყენება კადრების მორალური ეთიკური საქციელია რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს იყო ევროპაშიც გატანილი უკვე ნაჩვენები ეს სიტუაცია რეალურად მათ შემოქმედთა ეს არ დასჯა კარგად გამოიყენა ნატრიუმები ჩაატარა ივანიშვილმა ნატრიუმები ჩაატარა კაცო ეს ფაქტი იყო ახლა გადავირენა გამიშოლობა თვითონ რა თქვა ძალიან რთული, მძიმე და ემოციური თემა არის ეს და არ არის გასაკვირი, რომ ასეთი ტიპის მსჯელობა ამაზე თავიდან თქვი არ გვინდა ამ წარსულზე ლაპარაკი თქვა, მაინც იქით მიიხარდა ხარ, რა გავაკეთო აქ? და ამ თემას ხო, მოკლედ ესე გვერდსაც ვერაული, მაგრამ ნუ მოკლედ მე მინდა ის პერსპექტივა შემოვიტანო, რომ ანუ ჩემი მხრიდან მე რასაც ვაკვირდებოდი და არა მარტო მე, ბევრი ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ პოლიტიკურ პროცესში არ იყო ჩართული და არც უბრალო მოქალაქე არ იყო, ასე ვთქვათ, რომ მინდა მოქალაქე
არამედ აი საჯარო სამსახურის პრიზმიდან განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორის და რა ტიპის მმართველობა მიდიოდა იქ და როგორი მიზეზობრივი შედეგობრიობა იყო თუნდაც თავდაცვის სამინისტროში და თუნდაც სამხედრო პოლიციის შენობაში რა ხდებოდა და ასე შემდეგ, შემიძლია გითხრათ დაბეჯითებით ყველანაირი ის გარეშე მეც მაქვს გარკვეული ემოციური თემები, რომელიც გადავლახე, აი ამ ბრძოლიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, რომ ძალიან სერიოზული ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დარღვევები იყო, ეს ძალიან სერიოზული, ძალიან ბევრი რამ ჩვენ კიდევ არ ვიცით, იმიტომ რომ ყველაფერი არ გამოვიდა, იქ იყო манипуляციური მომენტებიც ასევე ვინც ამის გამოყენებას ცდილობს, ის ცდილობს რომ ამისგან მაქსიმალური ასე ვთქვათ ეფექტი მიიღოს და ასე შემდეგ და რა ძალები იყვნენ ჩარეული და ბედუკაძის ფაქტორი და რუსული ფაქტორი ბედუკაძესთან მიმართებაში როგორ იყო იქ არ ვიცი, მთელი რიგი ასპექტებია, რომელსაც ჩვენ ეხლა არ გვაქვს იმის შესაძლებლობა ეს ძალიან კარგად გამოვიძიოთ ან რაღაცნაირად შევისწავლოთ. მოვად მაგის დროს და ეს ყველაფერი კარგად იქნება შესწავლილი და ადამიანებიც იტყვიან ფაქტობრივ რაღაცებს მოიყვანენ. მაგრამ თავარი არის რომ ფუნდამენტური დარღვევები იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, ეს გარემო იყო და მართლობის ასე ვთქვათ მართლობითი გარემოდან გამომდინარე, იმიტომ რომ არაფერი დამაბალანსებელი ამ ძალაუფლების არ იყო და არც ეხლა არ არის რეალურად, ხო? შესაბამისად, პოლიტიკურ ბრძოლაში ამ ძალაუფლებას ბოლომდე ყველა მაშინაც და ეხლა იყენებდა და იყენებს და ჩვენ ანუ აი ეხლა ამ გამარჯვების მერე რასაც მივახცევთ, ამის მერე ეს უნდა დავალაგოთ რომ ასე ვთქვათ პარტიული პოლიტიკა და პოლიტიკური ასე ვთქვათ ძალაუფლება და აღსრულების ძალაუფლება აი ეს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ინსტიტუციურად რაც ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოებში არის. დავაჟღეროთ რაღაცებზე ვერ შევთანხმდებით, ხო? მაგრამ ჩვენ გვჭირდება ერთი რამ, რაზეც ახლა დათომე და შენ გუშინ შეხვედრაზე ვიყავით და იქ ვლაპარაკობდით, რომ პროტესტი არის გასაფართოებელი და ზუსტად ანუ მოდელი რაც ქონდა ივანიშვილს ქონდა სწორი მოდელი ადამიანების მოზიდვის თავის გარშემო. ყველა უკმაყოფილო ადამიანი იმისგან მიუხედავად რა იყო მისი мотиваცია, რომ უკმაყოფილო ყოფილიყო სააკაშვილით, მან გააერთიანა თავის გარშემო. იმ მომენტში მისცა ამის საშუალება, ხო? და ჩვენ შემთხვევაში აი ეს ახლა ეს ხო ვიკამათეთ, მაგრამ ეხლა უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, ეს როგორ უნდა დავძლიოთ, იმიტომ რომ თუ ეს ვერ დავძლიეთ, თუ საპროტესტო ტალღა არ გაფართოვდა და ისეთი ადამიანებიც არ მოიცვა, რომლებიც გუშინ განქოცდნენ, იმისგან მიუხედავად რა мотиваციით ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ასეთ მყარ ავტორიტარიზმთან გამკლავება. ამიტომ მოდი ახლა როგორც კეთი აქ ჩვენ დავიწყოთ თვით რეფლექსია, რა შეცდომებს უშვებთ, იმიტომ რომ მე ხშირად მომისმენია, რომ თუნდაც ახლა დარწმუნებული ვარ კომენტარის დაიწერება, რომ რატომ მოიყვანეთ დათუანის, რატომ მოიყვანეთ ქარაიშვილი. მოდია მე სუმლანძღოები მაყურებელი. რო ისეთი მაყურებელი ყავს რა, რომელიც ესა. ხო და ამიტომ აგისთვის მზად ვარ წინასწარ. ამიტომ ეს არა უშავს რომ ჩვენ აქ ვიკამათეთ, იმიტომ რომ ამასა ვიკამათებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ერთ ბრძოლაში ვართ და აქედან გამომდინარე რა შეცდომებს ვუშვებთ, იმიტომ რომ თუ არ გავერთიანდით ეს უფრო ძნელი დასამარცხებელია, ვიდრე სააკაშვილი იყო. კი. მართალია, აი მე დავიწყებ ამითი. მაგალითად, რა არის ახლა ოღონდ განსხვავებასაც ვიტყვი წეგან დათოს ვეუბნებოდით ახლა, აი არა, რატომაც ჩვენ ყვეთმანთ ძალიან მეგობრობს და ეს არ გვიშლის ხელს ეს განსხვავებები სხვათა შორის. ახლა რაც შეეხება იმას, აი მაშინ იმ პერიოდში 90-იან წლებში ჩვენ მხარეს ზიად გამსახურდიას მომხრეების რიგებში იყო ალბათ 10 ადამიანი, რომელიც აი რაღაცა ინტელექტუალი, რაღაცა ესეთი, ცნობილი, რაღაცა თავისი ის რო ქონა განჩენი იყო ხალხი. აი დღეს რა ხდება? არც ერთი ესე ძალიან ბევრ ადამიანზე მწყდებოდა გული, რომ არ არის ჩვენ გვერდით. ეს ერთხელ დავწერე და მე ვიღებს ეწყინათ, მაგრამ მწყდებოდა იმ ადამიანებზე გული, რომ ისინი არ არიან ჩვენი მომხრეები. აი დღეს ხო, ერთ ადამიანს თუ დამისახელებთ ივანიშვილის მხარეს, რომელზეც გული გწყდებათ, რომ არ არის ჩვენ მხარეს. და აიყურებთ ტელევიზორში და გული გწყდებათ, არ არის ესეთი. ის ადამიანები, ვინც კი რამე ღირებულებას წარმოადგენდა ქართულ ოცნებაში, აი იმიტომ ვიძახე პირველი მოწვევის ქართულ ოცნებაში, იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავისი პოლიტიკური კლასიც ჰქონდათ, განათლებაც ჰქონდათ, აი განსაკუთრებით თქვენ პარტიას მე ყველაზე მეტად ისა რა ქვია, იმიტომ ძირძველი მეომრე ესენი მაინც კლასიკოსები არიან, ხო, მათ იციან, ესენი გუშინ და გუშინ წინ არ დაუწყიათ ბრძოლა და ომი და პოლიტიკური მომზადებული
ადამიანები, ხო? ყველა გამოეცალა ოცნებას ხელიდან. და ესენი ყველა გადმოვიდნენ ჩვენ მხარეს. ეხლა ჩვენ რა შეცდომას უშვებთ? აი მაგათად მე დღეს ირინა სარიშვილის გვერდით მიწევს ბრძოლა და მე მას ვიღებ როგორც პოლიტიკურად ვიღებ როგორც ჩემს თანამებრძოლს მიუხედავად იმისა რომ ირინა სარიშვილმა მოდი ასე გააუქმა ჩემი ახალგაზრდობა გაამწარა ჩემი სიცოცხლე ხო აი ბევრი პირადი ისა მაქვს მის მიმართ და არაპირ ქვეყანას დააქცია მაგრამ დღეს, როდესაც ადამიანი ამას რეფლექსირებულია და გრძნობს, რომ უნდა დადგეს, ყველას აქვს შანსი, ყველას აქვს უფლება, რომ შეეშალოს და ყველას აქვს უფლება, რომ ეს შეცდომები გამოასწოროს. ამიტომ, ეხლა აი ამის მე ჩვენ მომხრებს ძალიან განსაკუთრებულად მიმართა ამ ეთერიდან და ვთხოვ, რომ გაიაზრონ ეს მომენტი. ესენი არიან, ეს კი არა ჩვენ მომავალში ისეთ ხოცებთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება მათ გვერდით ხო საწავად ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო ხო ვერსად ვერ გავყრით ამ ადამიანებს და ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად აი იმიტომ ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ წარსულზე რომ შემდეგ შევძოთ მომავალში ერთად ყოფნა რა ზუსტად აქედან გამომდინარე განსხვავებებს ახლა მე ვილაპარაკობ გიქნება ამისი დრო მაგრამ ახლა ვართ ერთად ანუ ან ერთად გადავრჩებით ან ყველა ერთად დავიღუპებით და ახლა მართლა რაც არ უნდა ვიკამათო დათოსთან იმაზე ის მეორე ხარისხოვანია ამ მომენტში რასაკვირველია რა თქმა უნდა ასია ნამდვილად და იმიტომ რომ დღეს ვართ აი ნამდვილად უკვე ის კი არ არის რომ აი რაღაცა უნდა ხვალ მოხდება და ამის წინა საშიშროების წინაშე კი არა ვართ ჩვენ ვართ უკვე დღეს საშიშროებაში ანუ ყველაფერი ინტანგრეულია, ყველაფერი განადგურებულია, საგანმანათლებლო სისტემა, ადამიანის უფლებები, ინსტიტუტები, ესეთ და ეს არის აი ცინიკურად, რას ვიძახით, აი რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, ეს არის დიდი ცინიზმი. ქართველი ერის ღირსების, აი სულ რო იძახდე, რომ ღირსება უნდა აღიდგინოთ, ყველაზე მთავარი რამ, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა, წაგვართვა ღირსება, იმიტომ რომ ჩვენ აი ნორმალიზება ხდება ეხლა იმ დანაშაულებების, იმ სისასტიკის, იმ ამორალობის, რომელსაც ოცნება ჩადის, იმის ნორმალიზაცია და ჩვენ ამას ვეგუებით. აი ეს არ უნდა დაუშვათ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამის, ეს ყველას შეურაცხყოფა. თავარი პრობლემა ჩვენი რაც არის, ეს არის სწორედ ეს წარსული. მოდი ვთქვათ, მე არ ვიძახ, მე არ უყურებ ჩემს წარსულს როგორც იდეალურს, რაღაცა შეცდომა ბუნებრივია ჩვენს დაუშვით, მათ შორის ივანიშვილთან დაკავშირებით და ეხლა ასეც არ არის, რომ არის კარგი იყო ყველაფერი და ბოლო მომენტში გაფუჭდა, კი იყო ბევრი უარყოფითი ტენდენცია, რომელსაც მე ყურადღება უნდა მიგვექცია შეიძლება, მაგრამ იმდენად ფუნდამენტურია ეს განსხვავება იმ პერიოდის წარსულის აღქმისა, ნაცნობების მმართველობის იქნება ეს თუ შემდეგი მისი შეცვლის, ისეთი განსხვავებებია, რომ აქ აბსოლუტურად შეუძლებელია ერთაზე შეჯერდეს ის ნაწილი, რომელიც თulis რომ მაშინ ასე ვთქვათ, ასე თუ ისე 2012-ში ივანიშვილს უჭერდა მხარს და ვინც არ უჭერდა. ნუ შეუძლებელია წარსულის საფუძველზე, მაშინ ერთმა უნდა თქვას, რომ მე შევწდი და ბოდიში ეს გამოვარო რაღაც ეს არ არის თანაბარი ურთიერთობა, შეგვიძლია თანასწორი ურთიერთობა, ეს არის ნიშნავს, რომ ვიღაცას უფრო წინ არის, შენ უფრო უკანა ხარ და შენ შეუერთდი უბრალოდ იმას. თუ გვინდა რომ იყოს ერთიანობა, მაშინ ეს თემა უბრალოდ უნდა გადაიდოს გვერდზე უკეთესი მომავლისთვის. და კონცენტრირდეთ იმაზე, რაც არის გამაერთიანებელი. წარსული არ არის ჩვენი გამაერთიანებელი. ძალიან მარტივად რო ვთქვათ. მაგრამ აწმოსახმა და მომავლის სახმა და აწმოსახმა და პრობლემის დანახვა უნდა იყოს. თუ ეს არის, მაშინ ძალიან თავისუფლად იქნება შესაძლებელი, რომ განსხვავებული მოსაზრებების ადამიანები რაღაცა ერთ ბრძოლაში ჩაებნენ და არ არის აუცილებელი რომელიმე მათგანი გადავარწმუნოთ, რომ არა შენიღავი არასწორი. ეს მნიშვნელოვანი ამბავი, სხვანაირად არ ხდება ეს ერთიანობა. ხა თუ ვიღაცა თანასწორია და ვიღაცა უფრო თანასწორი, ხასი არ გამოვა იმ ორველის არ იყოს, ხო? იმიტომ რომ თუ ეხლა ესე იგი მე რაღაცა მიხარული მაგ დამნაშავის გრძნობით უნდა შემოვიდი ამ ერთობაში და ვიღაცა იმის გრძნობით უნდა შემოვიდეს, ეს კი დამნაშავე, მაგრამ არ აუშავს ეხლა. დროებით იღავი ჩემთან სანამ ეს ჭირი მოვიცილოთ ეხლა. ეს არ გამოვა თანასწორი ურთიერთობა და ეს არ არის ერთიანობა რეალურად. არც გამოდის ასე. ამიტომ კონცენტრირდეთ უნდა დღევანდელობაზე. ანუ რუსთაველის პროტესტი, ეხლა გუშინ მე და დათო რაღაცა ჯგუფში ვარ, ვსჯელობდით და ამას ვლაპარაკობდით, რომ
ხوار გარადიკალის და რაღაცა კარებები ხوار დაიხურა ბევრისთვის ან აღქმა ხوار არის ასეთი რადიკალური პროტესტია არა რადიკალური არა იმ გაგებით რასაც ამბობს ეს ხელისუფლება ეს რეჟიმი არა გასაგებია ხელისუფლების გაგებით არ ვამბობ ხო ანუ ამ მოკლედ შეიძლება ადამიანი იყოს უკმაყოფილო ან ძალიან უკმაყოფილო ან საკმაოდ უკმაყოფილო ანუ სხვადასხვა გრადაციებია ხო უკმაყოფილებაში და მაგრამ მგონია რომ აი ეს პროტესტი მას არ მიიღებს არის ეს განცდა ან თუ ის პროტესტი მაინდა-მაინც არ გამოხატავს მის შფოთვებს მის განწყობებს ანუ მე ამას უფრო მიჭერს ამის დანახვა რადგან პროცესის შუაგულში ვარ შენ რას ფიქრობ? ნუ გასაგებია ახლა პროტესტია აქვს თავისი ადგილი ხა გაჩვენ ჩვენ როგორ აღვიქვამთ ჩვენ პროტესტს აღვიქვამთ როგორც პროტესტს საერთოდ ზოგადად ეს არის პროტესტი და დანარჩენი არის მისი განშტოებები თუ ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი დიდი პროტესტის რაც ხალხში არსებობს მე მეორე მგონია უბრალოდ ეს აუცილებელი ატრიბუტი მგონია მნიშვნელოვანი და რაც უფრო ხალხმრავალი იქნება და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ბუნებრივია ეს უკეთესია და კარგია და ეს როგორ გავაფართოვოთ? ნუ როგორ გავაფართოვოთ ამ შემთხვევაში პირველი ალბათ რაც საჭიროა ამას რამდენიმე ასპექტი აქვს ესე იგი არ უნდა იყოს რომ მარტო ეს არის აი მე პრობლემას აქ ხედავ რაღაც ექსკლუზიურობის მომენტი შემოვიდა თითქოს აი რომ აი მარტო აი ეს თუ გინდათ ეს ხელისუფლება მოვიცინოთ უნდა ვიდგეთ ქუჩაში უნდა მივაწვეთ მხოლოდ მეტი არაფერი საკეთებელი პრაქტიკულად არ თავარია ვიდგეთ ბოლომდე ბევრი გამოვიდეთ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიზიდოთ გამოვიდეთ და ბოლოს დაირღება შიგნიდან დაინგრევა ასე არ მოხდება ან არა მხოლოდ ასე დგომით და ყველა არ გამოვა უბრალოდ შეუძლებელია გამოვიდეს მუდმივად ყოველდღე 100,000 ადამიანი ის რაც ხდება ესე ძალიან სასწაულია და ძალიან თუმეტეს ქართველების ანუ გავრცელებული მითის ფონზე რომ ქართველებს არ შეუძლია მაგრამ ეს ჩემი ამას ჭირდება შევსება ჭირდება პოლიტიკური კომპონენტით შევსება რომელიც არა ეს მოყევი აი პოლიტიკური ლიდერები საჭიროა ძალიან მარტივად ეხლა რო თქვა პოლიტიკური ლიდერის გარეშე არ იცვლება ხელისუფლება ეს აუცილებელია ამიტომ პოლიტიკური ლიდერები პოლიტიკური ორგანიზაცია საჭიროა და საჭიროა იყოს შემავსებელი სწორედ ამ დიდი პროტესტის ნაწილი ისიც. დღეს ახლა როგორ არის? დღეს არიან მოქალაქეები, უბრალოდ ადამიანები, რომლებიც თან ამბობენ რომ არ არიან პოლიტიკოსები და არ არიან პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად პოლიტიკური პროცესის წამყვანი არიან ისინი. დღეს ასე გამოდის. დღეს ეს პროტესტია პოლიტიკური პროცესი, სხვა არც არის. პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად არიან თვით ლიკვიდირებულ მდგომარეობაში. ჩამოცილებული, ნუ ზოგი ციხეში არიან, ვინც არ გაწო. ციხეში ლიდერია, მაგრამ სხვები ხო არიან გარეთ. არ მიყავთ იმათ სიტუაცია, ზოგი ესწრება იქ პროტესტი, იქ დგას, კი ბატონო, მაგრამ პოლიტიკური პარტიის საბუთსანა არ არის რაღაც სამოქალაქო პროტესტში, მხოლოდ იდგეს. მან თვითონ უნდა აჩვენოს რაღაც იქაც არის ტენდენცია ვიღაცებს ესეც თუ არ გვინდა პარტიები, არ გვინდა ის, მაგრამ შეიძლება ეს კონკრეტული პარტია არ გინდოდეს, მაგრამ პოლიტიკური ორგანიზაციის და პოლიტიკური ლიდერების გარეშე არ გამოვა. მეორე არის ესე იგი ის ხალ დამოკიდებულება და პროპაგანდაზე შემთხვევით არ ჩამომიგდია ლაპარაკი. ძალიან ბევრი ხალხია და ხელისუფლებას ჩვენ თუ დავაკვირდებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია თავის ხარდამჭერების შენარჩუნება. ხელისუფლების ხარდამჭერებში არის სხვადასხვა ტიპის ხალხი და მობილიზება. არა იმდენად იდეურად და იდეოლოგიურად, მაგრამ არის იქ ასე თქვა ეს იდეურად რეაქციონერი და ვარქვა თუ პრორუსი თუ ანტიდასავლელი ასეთებიც არიან, მაგრამ არ გონია რომ ეს არის ინტერესების გარშემო გაერთიანებული. არის ინტერესების გარშემო, მაგრამ ძალიან ბევრია, ძალიან ბევრი ვიცი ასეთი, მე თვითონ ვიცი, ჩემ თაობაშიც უფრო უმცროს თაობაშიც, რომლისთვისაც ხელისუფლება მაინც უფრო განასახიერებს სტაბილურობას და აი ეს პროტესტიც და ეს ხელისუფლების შეცვლის აი ესე თქვა და მასობრივი პროტესტის ცვლილება მაშინ იწვევს აი ქაოსის და აი ამ რაღაც არეულობის საფრთხეს. აი ეს თუ უნდა გაუნეიტრალდეს, ანუ კარგად უნდა დაანახო საზოგადოებამ იმ საზოგადოებას რომ რეალურად ომის პარტია რასაც ქვია და ასე ვთქვათ დესტაბილიზაციის წყარო არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება, იმიტომ რომ ისინია საკუთარ ხალხთანაც ომი აქვთ, იქით დასავლეთზე ომებიან, იქით მოკავშირეზე ომებიან, იქით ყველაზე ომებიან მოკლედ. და პირიქით სულ კონფლიქტზე არიან და სულ ასე ვთქვათ დაპირისპირებაში საზოგადოებაში. ხო, ტროტუარზე აღარ გაიაროთ, გვეუბნებიან, ქუჩაში არ გაიაროთ, საწავიაროთ, სახშიც ამგრძალავენ ხა შეიძლება. ბოლოს უბნის მაღაზიაში ასე და ასე, ანუ და
ეს ერთი და მარტო ეს კი არა, აი ეს ასე ვთქვათ, საპირწონე ოპოზიციური უნდა ბადებდეს იმ შეგრძნებას, რომ ესენი რომ მოვლენ, აი სტაბილურობაც მაშინ იქნება, მშვიდობაც მაშინ იქნება და სიწყლეც მაშინ იქნება. აი თუ ამას მიღწეული იქნა ეს ყველაფერი და ეს არ არის ადვილი. ჯერ მე ვუწევთ პროპაგანდის და მესიჯ ბოქსის ზეა და ამას ხომ არ შეიძლება შეთანხმება ხა იმის და მიუხედავად მე როგორ უყურებ 2012 და კეთი როგორ უყურებ რომ აი ეს ორივე ერთნაირად ვილაპარაკოთ ამ კუთხით. ამას თუ ყველა მიზანმიმართულად შეძლებს ტელეპროტესტი რომ აი ამ ივანიშვილი როგორც დესტაბილიზაცია და ომი და აქედან როგორც მშვიდობა და როგორც რაღაცა სტაბილურობა, აი ამ შემთხვევაში ძალიან შეიძლება შიდა გამოყენება მიმართულებით ძალიან კარგად შეიძლება თემი ღრმა ზურები მოხდება სერიოზული და შიდა ზურები თუ არ მოხდა და შიგნიდან არ დაიგრეს დაიბზარა. ხო ვარდების რევოლუცია შეც გახსოვს ალბათ და მახსოვს მე ძალიან კარგად როგორ მოხდა და შიგნით რა პროცესები იყო ხელისუფლების შიგნით. ახლა 2023 ნოემბერს მახსოვს იქ სპეცრაზმი მოვიდა და თუ დაგარბევენ ჩვენ დაგიცავთ უკითხა. სპეცრაზმა გითხრა და ეხლა სპეცრაზმები ჯერჯერობით ამათ ისე უჭირავთ ხელში ასე არ მოხდება. ამიტომ უნდა მოხდეს რაღაცნაირად ისე რომ დაგარვოს ივანიშვილმა უფრო მეტი. ეხლა მოლოდინის რეჟიმში ვართ რაღაცნაირად გადასული. ხო, აი კეთი, აი ხა დათო, კეთის მოусმინოთ, იმიტომ რომ კეთი რას ხედავს პრობლემას, ხო? როგორც ძალიან ჩართული ამაში პროტესტში. ხო, აი როგორც ამ პროტესტში ჩართული ადამიანი, რომელიც ეხლა მე ხდება ყოველდღიურად ვერ დავდივარ ამ პროტესტზე, მაგრამ ყოველდღიურად ინფორმაციას ვიგებ, როცა შემიძლია ყოველთვის დავდივარ, ახლა ფიზიკურადაც არ შემიძლია ყოველდღე სიარული. ეხლა რას ხედავ, რომ რა ტენდენცია შეინიშნება? აქტიური პროტესტი გადავიდა პასიურ პროტესტში. ნუ რაოდენობა ხალხის შემცირდა, სხვა მიზეზის გამო აღარ ჩამოვთვლი ყველა მიცით, ახლა დაშინება, არის აქ არის რაღაცა იმედგაცრუებაც არის, ხო, ბევრი რაღაცა ფაქტორი მოქმედებს ამაზე, მაგრამ თავარი ბირთვი დარჩა. რა არის ეს თავარი ბირთვი და რაზე რეაგირებს ხალხი, როდის იმატებს ეს ამბავი? როგორც კი თქვათ, რაღაცა შეეხება ან ვიზა ლიბერალიზაციის თემას, ან პროდასავლური კურსის ცვლილებას, აი დააკვირდით იმ წუთას ადამიანების რაოდენობა აქ იმატებს. იმიტომ რომ ჩვენ უნდა კარგად შევისწავლოთ რა არის ინტერესები, ახალგაზრდა თაობა რეაგირებს ამაზე. მეორე ნაწილი არის სოციალური საკითხები, რომელიც ეხლა ძალიან აი შუქი ძვირდება 1 იანვრიდან ისა თვითონ მოიმატეს უსაზღვროდ ხელფასები, პენსია, ყველაფერი სარახო აქ კიდე 20 ლარით შენ პენსიას გიმატებენ და იქ სარახო მილიონები. ანუ ეს თემა, სოციალური თემები უნდა იქნეს აუცილებლად წამოჭრილი. მე შემხვედრია ბევრი ადამიანი, რომელსაც უთქვამს, რომ აი იქ რო იყოს მაგალითად აი სოციალურ საკითხებზე მე წავიდოდი და გავაპროტესტებდი, იმიტომ ძალიან მიჭირს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ნუქცხვენია, რომ ქართულმა მარტო მასზე არ უნდა ილაპარაკოს, ხო? ჩვენ ყოველთვის რატომღაც ჩვენი პროტესტები მოყოლებული გახსოვს და 9 აპრილიდან რაღაცა საერთოდ არასდროს არ შეიცავდა ამ სოციალურ თემებს და ეს იყო სულ რაღაცა მასზე დიადზე ხო ეროვნული და ლიტერატურაც არ იყო სოციალურ თემებზე დაწერილი პოპულარული სულ რაღაცა ესეთი რაღაცა ეროვნულ საკითხებზე დაწერილი ლიტერატურა იყო ყოველთვის რაღაცა წამყვანი და დაფასებული ესე ახლა მაგალითად ჩვენი თქვა ასეთივე ტოლფასი ის არის თქვა ნიკო ნიკოლაძე ქართულ სინამდვილეში, მაგრამ აი რატოილია არის ხო მთავარი, იმიტომ რომ ეს იყო ქართველისთვის ყოველთვის მთავარი ტენდენცია. ხო და აი აქაც ეს უნდა ჩვენ გავითვალისწინოთ, ადამიანებს უნდა ვკითხოთ რა უნდა. მაგალითად საერთოდ სხვა მდგომარეობაა რეგიონებში. რეგიონები არ ასახავს თბილისში შექმნილ ვითარებას. ხო, სულ სხვავით, ამიტომ ჩვენ უნდა გავიგოთ რა ჭირდება რეგიონებს და აი იმის მიხედვით, ამის გაანალიზების საფუძველზე უნდა შეიქმნას სტრატეგია, იმიტომ რომ დანარჩენი ესენი დათოსტორ დიქტატურას ესენი აქ ვერ დამყარებენ ვერასდროს. რატო დიქტატურა ვერ იტანს ქაოსს? და აქ არის ქაოსი. საშინელი ქაოსი, ქვეყანაში არის საშინელი ქაოსი, არ არსებობს ძალა, რომელიც ამ დიქტატურას დაამყარებს, იმიტომ რომ არ არსებობს სტრუქტურების ჩამოშლილია მათივე ყოველ წუთში იცვლება მისი პოლიციის მინისტრი, ყოველ წუთში იცვლება ვიღაცა ძალოვანის ისა, ეს ხო ქაოსია, ეს ხო არ მიანიშნებს სტაბილურობაზე. მაგრამ სტაბილურობის ის რჩება ქოთის აღქმაში. გარდა ამისა, ჩვენი ფაქტორი ივანიშვილის სახით, 51 სახით.
ხო, ივანიშვილის სახით, მაგრამ ივანი აი ეს არის მითი ივანიშვილის შესახებ უნდა დაიმსხვრეს. თუ ეს მითი არ დაიმსხვრება ივანიშვილის უძლეველობის შესახებ, ხო? მანამდე მითები იმსხვრება მხოლოდ იმით გამარჯვებებით, ხო? თუ მარცხდები მუდმივად, მაშინ მით ვერ დაამსხვრა პირიქით, ეს გაამყარებს. აი ხა დათო, როგორც აი პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც ორჯერ ზედიზედ დაიჭირეს ხოთი შორის მარშის დროს. ხო, აი რა, ეხლა ცოტა რაღაც მინი მოდელი გქონდა. ვიკამათეთ და დავხარჯეთ ენერგია, ემოცია და მე გადავედით საქმეზე სალაპარაკოთ. ეს არ დამიგეგმავს, ესე გამოვიდა, მაგრამ ეს უნდა იყოს ქცევის მოდელი რა, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის პრეტენზია, რომ ყველაფერზე შეთანხმდებით, მაგრამ უნდა გქონდეს ღრმა რწმენა იმის, რომ ერთიანობის გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევთ. და ამით უმეტეს, როცა გვაერთიანებს აწმყო და მომავლის ხედვა, უნდა გადავდოთ, შეიძლება ვიჩხუბოთ, მაგრამ რაღაცა 5 წუთში დავლაგდეთ და გადმოვიდეთ. მე ჩხუბიჯობია. ხო, მე ჩხუბი. არა, იმას ვამბობ, ეხლა ემოციების განიარება მე არც ჩხუბებ უკვე. მე აღარ ჩხუბებ. აი, ეხლა რაც მოვისმინეთ იმის მიხედვით, გვილაპარაკია იმაზე, რომ ხო არ არის გადატვირთვის პერიოდი, ხო ცოტა დისტანცირება გავაკეთოთ იქედან, რაც ეხლა ხდება და მომავალი წლისთვის უფრო მასშტაბურად შევხედოთ პროტესტის ხასიათს. კი, ეგრე უნდა შევხედოთ, სტრატეგიულად უნდა შევხედოთ. და ვფიქრობ, რომ ეხა ის რა წნეხსაც რეჟიმი ახორციელებს, ქაოტურად აკეთებს თუ ეს თავის-თავში დამკვიდრების პროცესიც აქვს, რომელიც რთულად მიმდინარეობს, იმიტომ რომ აქ უწყვეტობა და ეს ტურბულენტობა ხელს უშლით მათ ასევე და შიგნით ძალიან ჩქარობს ბიძინა და ამიტომ ჩქარა არ გამოდის ეს ამბები. და ასევე გარეთ დამკვიდრებას, ანუ სოციუმის, ასე ვთქვათ, მარწუხებში მოქცევას ცდილობს და ესეც არ არის ადვილი ამბავი, იმიტომ რომ აშკარა არის ჩვენ გვაქვს უწყვეტი ძალისხმევა და გვაქვს ძალიან დიდი საპროტესტო რესურსი, წინააღმდეგობის რესურსი არის ძალიან დიდი, უფრო დიდი არის ჩემი აზრით, ვიდრე 28-ში იყო, ეს ის რომ ამ რეჟიმმა თავისი მახინჯი მხარე ბოლომდე გამოავლინდა და ჯერ კიდე ავლენს ამან ხელი შეუწყო ჩვენი საპროტესტო საზოგადოების და წინააღმდეგობის პოტენციურად წინააღმდეგობაში შესული საზოგადოების რაოდენობას და ჩვენ გვაქვს ერთი აისბერგი, რომლის მხოლოდ თავი ჩანს, პატარა წვერი ჩანს რუსთაველზე და იმ ფიზიკურ გამოვლინებაში, რაც ეხლა ჩვენ გვაქვს. ჩვენ გავიარეთ ურთულესი პერიოდი, როდესაც ჰქონდა ერთობა, რომელიც იყო ასე ვთქვათ, წმინდა ემოციურ და იმპულსზე აწყობილი ერთობა, მაგრამ არ ჰქონდა ძალის ცენტრი და არ ჰქონდა არც სტრატეგია, არც სტრატეგიული აზროვნება და არც პოლიტიკური პროცესი და არც ლიდერები და არაფერი არ ჰქონდა, რაც ასე ვთქვათ, ჩვენი რესურსის, იმ 100,000-ობით ადამიანის ერთადგომის რესურსის რაღაც კონკრეტულ გაზომვა შედეგზე მიმართებას შეძლებდა, ესეთი რამ არ ჰქონდა, ამიტომ ამითი კარგად ისარგებლა რეჟიმმა და სანამ მათივე ცვეთა, იმიტომ რომ ცვეთა მიდიოდა რეჟიმის აშკარად, იმიტომ რომ ჩვენთან უკვე კონვეიერი იყო აწყობილი, მე წინა ხაზებში დავდიოდი და უყურებდი, სრულიად სპონტანურად, ქაოტურად იქმნებოდა რაღაც თვითორგანიზების ელემენტები და უპირისპირდებოდნენ რეჟიმის მიერ წამოსულ ძალებს. და ისინი იცვითებოდნენ და აი ეს რომ შეამჩნიეს ეს ტენდენცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიზანზე კონკრეტულად არ ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ კონვეიერი რესურსი იმხელა იყო იქ. რომ ამას ვერ გაუძლებდნენ და შეაჩერეს ყველანაირი დაპირისპირება. მაგის მერე იწყო ჩვენთან, ანუ აზრი დაკარგა, ვინაიდან ცენტრი არ ჰქონდა, აზრი დაკარგა ქუჩაში დგომა, რეჟიმი აღარ გეპირისპირდებოდა და ახლა შენობებში შევარდნასაც დიდად აზრი არ ჰქონდა. და მაგის ინსენტივიზაციასაც თუნდაც თქვათ, აი ძალის მიერი მიმართულებით რაღაცა, მაგასაც მომხდენიც არავინ არ იყო. არანაირი მაგის პროვოცირება 4-ში კი გააკეთეს, ხაფანგში შეიყვანეს. თვითონ გააკეთეს, იმიტომ რომ ეგაწყობდა. იმიტომ რომ სხვანაირ ეს ჭირდებოდა. ეს ჭირდებოდა, მაშინაც ჭირდებოდა, მაგრამ ჩვენი საზოგადოება რაღაცნაირად ძმანი და ინტუიტიურად, საკმაოდ ეფექტურად აზროვნებს ამ ჭრილში, რომ რაც არ არის, იმას არ გააკეთებს, არ აკეთებს. ძალიან რაღაცნაირი შინაგანი, რაღაცნაირი ქვეცნობიერი დისციპლინა გაგვაჩნია ჩვენ, ეს ძალიან დიდი რესურსი არის, ეს რაღაც სიგიჟეებში არ ვარდებით ჩვენ ასე ადვილად. და ის ასე ვთქვათ, იქ თუნდაც იმ წინააღმდეგობაში, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო, იქაც ძალიან მოზომილად მიდიოდა, არ გადაუწვია ამ ხალხს არც შენობები და არც რაღაც განსაკუთრებული ზიანი არაფრისთვის, არც ინფრასტრუქტურისთვის იმის არ მიუყენებია და ფრანგება გითხრათ ეგრა პროტესტიაო. ბარიკადებისთვის იყენებდნენ, აი მართლაც, აი რა ვიცი, აი როგორ გითხრათ რა, მახშედარებითია ხა ყველაფერი. იმის თქმა მინდა, რომ რეალურად ჩვენ იმის მერე გამოვიარეთ პერიოდი, რომელიც იყო უკიდურესად ძალიან ასე ვთქვათ, სისტემური რეპრესიული შიშის დამკვიდრების პერიოდი და ამ შიშა და ეს ჩვენი სინდისის პატიმრები, მათი ოჯახის წევრები, ამაძე ზრუნვა, იქ სასამართლოები, მთელი ეს ემოციური ამბავი და
შეგუება იმასთან რომ 5000 ლარიანი ჯარიმები შემოვიდა და ასე შემდეგ და ეს დაპატიმრებების ამბები. მოკლედ მთელი ეს მერე კიდე არჩევნები შემოვიდა მთელი ამბავი იყო. და ბოლოს მივედით ტროტუარზე დგომისთვის ეს გზა გავიარეთ. დაკავება გემუქრება. კი ბატონო და ანუ ფაქტურად ეხა ვართ ესე თქვა რეპრესიული გარემოს თვალსაზრისით აბსურდულ მომენტამდე რა უნდა გააკეთოს და ტროტუარზე დგომა და რასაც აბსოლუტურად უკვე შედეგი მოაქვს მათთვის მათ ეს იციან ჩვენ ფაქტია რომ შევინარჩუნეთ უწყვეტობა რეჟიმი გარედან არ აღიარებული ამ უწყვეტობამ ამას ძალიან სერიოზულად ხელი იმიტომ ჩვენ არ მივეცით საერთაშორისო საზოგადოებას იმის შესაძლებლობა რომ დაეხურა ფურცელი და ეთქვა რომ ქართული ხალხი განებდა დღეს აუცილებლად აქვე უნდა ვახსენოთ ეს ქიმიური იარაღის მოწამვლის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი კიდე დაემატა ამ საერთაშორისო არალეგიტიმურობის ამბავს და გააძლიერა ასე ვთქვათ ვინმეს რო ქონოდა მოთხოვნა რომ აი დავიღალეთ და ვინმეს რო ეფიქრა რომ საერთაშორისო რომელიღაც ორგანიზაციაში რომელიღაც ქვეყანაში რომ დავიღალეთ ეხა მოდი ცოტა აღიარებისკენ პროცესი დავიწყოთ აი ამ დროს მოუსწრო ამ ქიმიური იარაღის გამოყენებამ რამაც აი ყველა იმედი კოცების რომ მათი აღიარება ნელ-ნელა მოხდებოდა რაღაცა გარდატეხა შეიტანდნენ წყალში ჩაიყარა. კი ბატონო, აბსოლუტურად ეს თემა ეხა აკრიფავს კიდე სხვა თემების დაემატება ამას დარწმუნებული ვარ და საერთაშორისო ყურადღება კიდე უფრო ფოკუსირებული გახდა, იმიტომ რომ აქ რაღაცა სრულიად მიუღებელ მოვლენასთან ახანა აქვს საქმე ხა კიდე სხვა რამეებიც სხვა რა ხდება, მაგასაც დააკვირდებიან და ბევრ ამის აღმოაჩენ რომ სხვა ფოწამები, სხვა ფორმებიც არაერთი იყო გამოყენებული და ასე შემდეგ. ეხა სტატისტიკაში რო არ წავიდე, ძალიან მძიმე სტატისტიკა გვაქვს მაგ თვალსაზრისით. და ეს არის ფაქტიურად ასადის, ხუსეინის და რა ვიცი, ყველაზე ესეთი მძაფრი მწვალებელი რეჟიმების ეკვივალენტში გადიან ესენი და დამთავრებულია ამათი საერთაშორისო მოქმედება, გინდა ავტორიტარულ სამყაროში, გინდა დემოკრატიულ სამყაროში ხო მით უმეტეს. ანუ ეს ჩვენს მხარეს არის ძალიან სერიოზული ამბავი გვაქვს, ის რომ ამათ შანსი არ აქვს არანაირი ლეგიტიმაციის აღიარების საერთაშორისო თვალსაზრისით. ეხა შიგნითაც შანსი არ აქვს ფაქტიურად, იმიტომ რომ ამ ხელად კიბოს ამას არავინ არ შეეგუება და ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი გმირი, როგორც ციხეებში, ასევე გარეთ, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ ამათ აბსურდულ კანონს, აი ესე სახით შეასკადნენ და პირდაპირ თავისი ცხოვრება, თავისი, რა ვიცი, კომფორტის ზონა იქნება თუ რაც იქნება, პიროვნული ინტერესი აი ზედ დაუდონ და გადაატარონ და ესეთი ადამიანები ყავს საკმაოდ ასობით, მოდი ასე ვთქვათ, ეს ყველაზე მებრძოლი კატეგორია იმ აქტიური მხარდამჭერების, ამ წინააღმდეგობის აქტიური მხარდამჭერების, რომელიც ეხლა ჩვენ გასააქტიურებელი ყავს რეალურად. და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი. ეხლა ჩვენ გვჭირდება უბრალოდ ამ რესურსის. აი ზედხედიდან დანახვა გვჭირდება ეხლა მთელ საპროტესტო საზოგადოებას. როგორც ამბობენ ზუმაუთი გვჭირდება, რომ სტრატეგიულად დავინახოთ ჩვენ ვინ ვართ, სად ვართ, როგორ რა შემადგენლობა ვართ, რას წარმოვადგით, რა რესურსები გვაქვს, რა არის ჩვენი ძლიერი მხარეები, სადა გვაქვს სისუსტეები, რა არის შესაძლებლობები, რაც უნდა გამოვიყენოთ. და რა საფრთხეები გვაქვს გასანეიტრალებელი. ანუ აი ეს ანალიზი და ამ ანალიზს ვაკეთებ სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს ფოკუსი ნელ-ნელა სწორდება, ამაში რეჟიმი როგორ თქვა, ხარა გვეხმარება უნდა არ უნდა წანეხში რო გვამყოფებს, ჩვენ ფოკუსს ვასწორებთ უფრო მეტად. რაც უფრო მეტ წნეხს წამოიღეს, მით უფრო მეტად დავკონსოლიდირდებით. ეს მათ ძალიან კარგად იციან. ეს არ არის აქ იდეოლოგიური ბრძოლები არ მიმდინარეობს, აქ რაღაცა გეოპოლიტიკურ ამ იმებში არ ვიმყოფებით. ჩვენ ვიმყოფებით დაგვიმონებს თუ ვერ დაგვიმონებს. ანუ ტოტალურ კონტროლს დაამყარებს ეს კაცი ვიღაც კაცი ხო დაამყარებს თუ არ დაამყარებს ანუ აქ ძალიან კაფეო წყალგამყოფები არის და შესაბამისად ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან სერიოზული შესაძლებლობა რაც უფრო მეტად აბსურდში შედიან მით უფრო კაფეო ხდება ყველაფერი აი ეს წარსულის ამბები ძალიან ფერმკრთალდება ამასთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს ვინც გამოვიდა რა ვიხარ ლევან ყაფეიშვილი არის ნაცი ხო ეგრეა რა რა ქვია პაატა ბურჭულაძე ხა საზოგადო მოღვაწე ხო პოლიტიკური მოღვაწე არ ყოფილა და არც იმხელა რაღაცა იმის მატარებელი იყო რომ ხალხი იმაში გაყოლოდა ანუ ხალხი გამოვიდა ცვლილების სურვილი და იქ გამოვიდა ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი რომელსაც საერთოდ აღარ აინტერესებს ნაციონალური მოძრაობის წარსული არც ის აინტერესებს გამოსავალი ცვლილება უნდა და შესაბამისად ეს გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა აქტიური მხარდამჭერები ყავს ძალიან ბევრი უბრალოდ ისინი ელოდებიან აი ამ წესიერ გააზრებულ რაღაცა სტრატეგიას რომელიც იქნება შეთანხმებული ამას ვერც ერთი ცალკე ჯგუფი ვერც ერთი ცალკე ლიდერი ვერ გამოიტანს შეთანხმება ჭირდება რომ აი ეს განსხვავებული თუნდაც მიდგომების და დამოკიდებულებების ადამიანები რაღაცა შეთანხმდებიან და ასევე ანუ ეს ერთი როგორ ვიბრძვი და მეორე შეთანხმება ანუ ამ შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს რა იქნება მე როგორ მართავთ მე ქვეყანას რა ხდება ქვეყნის სტაბილიზაცია როგორ ხდება უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორ ხდება და როგორ მივდივართ ახალ არჩევნებამდე
და როგორი იქნება ეგ არჩევნები, ანუ აი ეს მთლიანი სტრატეგიული ჩარჩო, ამაზე შეთანხმება და ამის დემონსტრირება უნდა მოვახდინოთ ჩვენ აქტიური მხარდამჭერებისთვის. ეს აქტი მე გეთანხმებით აბსოლუტურად ამ აქტიურ მხარდამჭერებში არიან სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები და ამ მიზნობრივ ჯგუფებს უნდა ველაპარაკოთ ჩვენ სწორი შინაარსით ეს ამ სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს აი ამ ძალის ცენტრიდან შეთანხმება შექმნის ძალის ცენტრს ეს უნდა იყოს ყველა ვარიანტში აბსოლუტურად გეთანხმებით ანუ როგორც საზოგადოებრივი აქტორების ერთობა ასე ვთქვათ შეთანხმება ასევე პარტიული აქტორების და მე ვხედავ ახლა ამ პარტიებში ნამდვილად ადამიანებს მიუხედავად იმისა რომ ლიდერები ციხეებში ზიან ეს ადამიანები ცდილობენ რაღაცა ჯანსაღი პროცესი წარმოიწყონ ერთმანეთში ძალიან ჯანსაღი კომუნიკაცია აქვთ ხშირად არის ხოლმე კიდე რაღაცა გამოცდენა კარგად პიროვნული ფაქტორებით შემოდის მაგრამ ეს ნელ-ნელა დაძლევადია ჩემი აზრით და ზოგადად ეს უნდობლობა დაძლევადი არის და ეხლა უკვე მე ვფიქრობ მაგ გზაზე ვდგევართ და შესაბამისად ჩვენ მივიღებთ აი ამ შეთანხმებას, სადაც იქნება ხალხი, რომელსაც შეიძლება ერთმანეთი მართლა არ უყვარდეთ, არ მოწონდეთ, შეიძლება ახლა მაინც და მაინც სიმპათიებით არ უყნეთ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ აი ამ საერთო ინტერესიდან გამომდინარე ეს რაღაცა შეთანხმებას მიაღწიონ. და ამ ძალის ცენტრიდან წამოსული მცდელობა სტრატეგიულად გააზრებული მცდელობა ხო? აი ამ ჩვენი აქტიური მხარდამჭერების სრულ გააქტიურებას გამოიწვევს, რაც აუცილებლად გამოიწვევს პასიური მხარდამჭერების, რაც არის ჩვენი დანარჩენი ოპოზიციური საზოგადოება და ჩვენ სულ ყველა არ გვჭირდება ეს მილიონი ადამიანი, შეიძლება 1-2 ძალის დემონსტრირებას მოვახდინოთ, მაგრამ გვჭირდება კონკრეტული მოქმედებების, ანუ წყობრი სტრატეგია, კამპანიები, რომელიც მიზნობრივ ჯგუფებზე იქნება გათვლილი, ამ კამპანიებში კარგად გააზრებული და დაგეგმილი აქტივობები და ამის შესაძლებლობა ჩვენ გაგვაძლევს ახლა გამოცდილებას დაგვიგროვდა, ადამიანური რესურსიც გვაქვს, ინტელექტუალური რესურსიც გვაქვს, იმიჯი, ანუ ის ინტელექტუალური ნაწილი ქართული საზოგადოების და საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები. ანუ ესენი ყველა ჩვენს მხარეს არიან, უბრალოდ ერთხმოვნება გვაკლია და ეს არ უნდა იყოს რაღაცა განსაკუთრებული იმაში აყვანილი, რაღაც ხარისხში რომ თითქოს აქ ჩვენ ახლა რაღაც უნდა დიდებული ერთობა უნდა შევქმნას. შეთანხმება გვჭირდება საბაზისო ხარისხის, საბაზისო დონის შეთანხმება, იმდენად დაბალ დონეზე ვართ მაგ ამბავში. და მე ვფიქრობ, აქ ძალიან დიდი პერსპექტივები. მშვენივრად დასახა ერთი ხო, სისუსტეს რას ხედავ, აი ყველაზე რო თქვი პროპაგანდა, აი სად უნდა ურტყა? აი ზუსტად რაზე ვთქვი, იმიტომ რომ ხელისუფლების თავარი თეზისი არის სტაბილურობა და მშვიდობა. ამაზე დგას, ახლა წამოვლენ ეს არის, რომ ისინი არიან ბიძინა არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი, ეს იმიჯი აქვს და ეს მოძრაობა რაც არის და ვინც აპროტესტებს, ამათ მოაქვთ ქაოსი და არეულობა და რაღაცა. აი ეს არის გასანეიტრალებელია რა, ეს ერთხელ უკვე ვილაპარაკე ამაზე და რა ვიცი ხა, თავარი ეს არის. ეს არის მათი ძალა არის ამაში, ხელისუფლების ასე ვთქვათ გარკვეული ნაწილი და ადამიანებს კიდევ ღირებულებების წარმომადგენლები არიან აი ეს ახლა ვის ჯერა ახლა კარგით რა არ არის ახლა ეროვნული ღირებულება რამდენიც არ უნდა იცახო რომ ვართ ეროვნულები და ჩვენ ვართ ჭეშმარიტი ქართველები და ესენი უსამშობლოებიო ნუ ეს იმდენ არ არის დამაჯერებელი მათი მხრიდან ახლა რაზე არის ლაპარაკი ვინც არიან ნაციონალისტი ისეთი პრორუსი ნაციონალისტი თუ ანტიდასავლელი ნაციონალისტები ისინიც ოპოზიციაში ყავთ უკვე ახლა პრაქტიკულად ეგ თანხან მოურავი და ირმაინაშვილი ყავთ ოპოზიციაში უკვე ახლა ანუ ტიპაჟი ხა კობახიძე დინარაძე და რა ვიცი მე მათიკაშვილი და ეგეთი ტიპები ნუ ვერანაირად ახლა ეროვნული მოღვაწე ვერ გახდი რა არ გამოვა მათგან არ არიან მართლა შინაგანადაც არ არიან ეს ხო ის ხალხია რომელიც აი რაღაცას ბიზნესს რო იტყვის ესენი იტყვიან ბლუს მხოლოდ მაგისტვის არიან არაფერს არ წარმოადგენენ ამას ყველა ხედავს ეხლა მართლა უნდა იყოს ნაციონალისტი ტიპი თუნდაც ფაშისტი სიტყვაზე ფაშისტი რო იყო დამაჯერებელი ფაშისტი უნდა იყოს შინაგანად არც ფაშისტია არც ის არის დემოკრატია არც ლიბერალი არავინ არ არის რა ხელის არავინ არ არის ეს არის ცარელი არა თვითონ ივანიშვილი რა არა ბიზნესა თავისთვის არის და ბიზნესისტია ასე ვთქვათ ჩემი აზრით ანუ ის არის ადამიანი რომელსაც თავისი ძალაუფლება უნდა და თავისი რაღაც ახირებული იდეები აქვს რაღაცეებში საკმაოდ პრიმიტიული წარმოდგენები საერთაშორისო ურთიერთობაზე რომელიც ახლა ალბათ რა დღეშია არა იმიტომ რომ მე ვერ წარსულზე როცა ლაპარაკი იყო მინდოდა ამის თქვა მაგრამ რაღაცა ვერ ჩავაბი მე მახსოვს კარგად როდის
დაიწყო, მე პირადად არა იმდენად, მაგრამ ზუსტად ვიცი, როდის დაიწყო მას სერიოზული შფოთვები, დაიწყო ამ ბანკის გამო. ბანკის გაკოტრება მას გაუჩნდა რწმენა და ეს უთხრა კიდეც. დათო უზუბაშვილს უთხრა არ მალავს ამას დათო უზუბაშვილი. კი, მე ჩემთან მოყვა რომ გამიშვა ამერიკაშია და ამერიკელები უთხრა რომ ესენი მიწყობენ ამას. და უნდა ჩემი ჩამოგდება და იმის მე დღეს ის დარწმუნებული იყო. რამხელა ეგო უნდა ქონდეს ესეთი მანიაკალური ფსიქოპათიური ეგონოს რომ აი მთელი მსოფლიოს ძალები მომაკვდები არიან ახლა თელუბედურება რომ ამახლაც ის დარწმუნებულია მაგრამ ხა ისიც დაინახა ხა სიტუაციაში ისტორია ისიც დაინახა რომ ხა დამედანი გადააჭარბა ძალიან შეტობა უკვე აღმოჩნდა რომ აკეთამ არაბულ სამყაროში და იმათვისაც აღარ ახარ ისეთ საინტერესო შენ თუ ასეთ კონფლიქტში ხარ ევროპასთან და დასავლეთთან მაინც და მაინც იგივე პუტინისთვისაც პუტინს რა თავის განაღდებულია აქ თავის ამაზე კაი ხელისუფლება იმას არ ეყოლება ხა დღეს რაც ხავს ხო და ამიტომ შენ რატო გადაყვება თან და ისა საწახვალ რატო დაგითმობს რამე ხო არაფერს არ დაუწყოს ისედაც მიზი ხარ უკვე ხო არა ეს გამორიცხულია აბსოლუტურად რატო არ გააკეთებს ეს თქმა უნდა არაფერში არ შეიძლება ისედაც ხმის ხელში ხარ ახლა ასე გამოდის გადმოგიგდოს და ყოველთვის და ეს შეიძლება წამოვიდეს იმ შემთხვევაში თუ მოინდომოს შენი დათრევა იმიტომ შენ ვიღაცასთან მიდიხარ და იქ ჩემსკენ გადმოვიყვანო და ეხლა თუ იმათ და ყველამდერია და მარტო შენ ხავხარ ეხლა საერთოდ არ გაიგედებს ეხლა რატომ და ლაპარაკი ელემენტარული არის ესა და ეხლა ეს ამდეს ეთყობა რაღაცა მსგავსი დაინახა მაგრამ გამოსავალიც არ აქვს აქ ერთადერთი ძალა მოკლედ ბიზრა ივანიშვილის და ხელისუფლების ძალა არის ჩვენ სისუსტეში ერთმანეთთან დაპირისპირებაში ერთმანეთთან კონფლიქტებში შესვლაზე ოპოზიციონერები და რეალობის საქმეში რეალობის საქმე არის ეს არის თავი დამთავრდება თუმცა აუცილებელი არის პიროვნული ფაქტორი ლიდერების გამოკვეთა არის აუცილებელი კონკრეტული ადამიანები უნდა ეს კაცი არის ხა ერთ-ერთი ლიდერი ამ საპროტესტო მოძრაობაში ხედავდა ძალიან სიმპათიით მაგრამ მეორე მომენტია ეს რა მე მახსოვს ამის გამოცდილება მეც და ქართულ პოლიტიკაშიც არის თუ ლიდერი არ არის თავისთავად ეს ბუნებით დაბადებული ხარ გამსახურდია რომ იყო ან სააკაშვილი ან თუნდაც ივანიშვილი ანუ რომელიც იმ თავითვე ჩანდა რომ ტიპია და რაღაც მის გარშემო შეიძლება მაშინ ეს უნდა ასე ვთქვათ შექმნა ეს ლიდერი უნდა შეუწყო ხელი ვიღაცების წინ წამოწევას ვიღაცა გადავიდეს უკან ვიღაცა წავიდეს წინ და ვინც უკან გადავა ის მოეხმაროს იმას ვინც წინ წავიდა ეს შესაძლებელია სრულიად ეხლა კეთი უნდა შეაჯამოს ეს ყველაფერი თასკვნითი სიტყვებით სანამ დავემშვიდობებით ესე იგი მე მინდა იმის თქმა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამოსავალი არის იმაში რომ ყველა მხარეს დაუბრუნდეს რეალობის აღქმის შექმნება წეღან თქვი და ეს არის თქვი გულისხმობ ამ ანუ ეს რეალობა ჩვენს წარმოდგენებზე კი არ იყოს მორგებული ანუ როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს არამედ ზუსტად აღვიქვა თქვა არ მივიჩნიოთ ტყუილი მართლა და მართალი ტყუილად აი ამაზეა დაწერილი მთლიანად ეს სარჩობელაზე როდესაც პავლე მიდის ჩამოხრჩობის სცენას უყურებს და ფიქრობს აი სად ტყუდები სად არის ტყუილი ეს ყველაფერი არის მოჩვენება ტყუისა თამაში და მე რეალობად აღვიქვამ თუ აი ამაში ეშინია რომ ამაში არ მოტყუდებს თუ ეს არის სიმართლე და მე შეიძლება მოვტყუდე აღვიქვა ეს როგორც აი ამაზე დარდი არ აქვს მაინც რომ დიდად აი ამაში მოტყუდება და აი ესე იბადება ინფანტილური მოქალაქის სახე აი ეს პეტრე არის ეს ინფანტილური მოქალაქის სიმბოლო აი როგორც ლუარსაბობა არის უბრალოდ ისევე ამ პეტრეს სახე ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი არის დღევანდელი დღისათვის და ილია ჭავჭავაძის სარჩობელას ხო გარდა იმისა რომ ანუ პეტრე რომელიც იკვებება რითი რომელსაც არ შეუძლია რომ თვითონ გადაწყვიტოს გამოიტანოს დასკვნა რომ ნამდვილად ჩამოხრჩობაა თუ არა რას ეყრდნობა მისი ეყრდნობა ნარატივებს რომელიც უკნიდან ესმის ანუ პროპაგანდა ანუ პროპაგანდა, სუსტად იმავე პროპაგანდას, რომელიც პროპაგანდას ტელევიზიიდან ახლა მოდის და რომელსაც ეყრდნობა დღეს საშუალო სტატისტიკური ხოცი და რომელმაც ერთხელ დაიჯერა, რომ ეს არის კარგი ივანიშვილის რეჟიმი და არაფრით არ უნდა რომ გადაირწმუნოს ეს, იმიტომ რომ რეალობას ვერ ახიქვამს. იმიტომ რომ ეუბნება რომ ეს რა ქვია, რო ეუბნები აქეთან ხდება შენ რომ კომფორტს ვერ თმობს, იმიტომ რომ თუ კომფორტის ზონა დატოვა და სხვა რეალობა აღიარე, მაშინ
გიწევს უკვე მოქმედებაზე გადასვლა. ზოგს იდენტობასთანაა გაიგივებული საკუთარ იდენტობაში. მაგალითად, აი, როდესაც ეუბნები, რომ ესენი არიან რუსები და რუსეთი გეომება საქართველოში, იმას აქვს თავში ეს კლიშე, რომ აბა ომი გინდა, ესე იგი ომი არ არის, ხა და შენეუბნები კი არის ომი. ანუ ჩვენი რიტორიკა აი ამ ადამიანების მიმართ არ მოდის მაშინ თანხwebdriverში მათ წარმოდგენებთან და რაღაცნაირად აი მათი წარმოდგენები ჩვეულებრივ ადამიანზე მე ხა იმაზე არ მაქვს ლაპარაკი ივანიშვილის იდეოლოგიებსაც დაქვთ მაგრამ ნუ ვინც არიან რა ისიც არ აქვს აი ამას ტერმინებსაც ვეღარ ხმარო სიზუსტე დაკარგა ტერმინება ჩვენმა ტერმინებმა დაკარგა სიზუსტე ხო და აი ეს აი ეს არის ხა ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ შევძლებთ ადამიანებმა თავისით გამოიტანონ დასკვნები რომ ეს ნამდვილად ასეა ზუსტად მიხვდნენ ეს ნამდვილ ჩამოხრჩობას უყურებენ საკუთარი ქვეყნის თუ ეს არის მართლა თამაში და მოჩვენება ეხლა ჩვენი საზოგადოება ამ მდგომარეობაში ხო რომ გონია რომ ეს ყველაფერი არის თამაში რომ ეს ამას ივანიშვილი თამაშობს იმიტომ რომ რუსეთი მოატყუოს გააცუროს მაგრამ სინამდვილეში ამ კაცს კი არ უნდა ამ ქვეყნისთვის ცუდი ევროპაშიც წავალთ ყველგან წავალთ მაგრამ ჯერ რუსეთი გვაქვს მოსატყუებელი რომ რუსეთმა ომი არ გამოგ აი ეს არის მთელი აი ამ ჩაულებრივი ადამიანის სახა ვისაც მილიონები აქვს ნაშოვნი ის სხვა საკითხია რა თქმა უნდა და იმაზე არ მაგრამ როგორ ვუცვლით ამ წარმოდგენებს როგორ რითი ვარწმუნებთ რომ გამოვიდნენ ამ უკვე არსებული წარმოდგენების კომფორტიდან მე ვთქვი ერთხელ და კიდე გავიმეორებ რა ვიცი ხა მე მგონი აქ არასწორი იქნება თუ ჩვენ რაღაც საერთაშორისო კატეგორიებით დაუწყებთ ლაპარაკს რუსეთი და დასავლეთი და ეს ისედაც არის უკვე და საკმაოდ კაფიოთ არის ახლა იმას ზუსტად აიკატებია სწორად თქვა იმას აქ რომ კაცო ეს ივანიშვილი ახლა კი რუსეთს კი ეთამაშება მაგრამ სამდრეში ატყუებს და მე დაუძურებით მე კარგად ვიქნები თან მიდრეკილი ვართ მართლა ამ შეთქმულებით ეს გავწიოთ გვერდზე თავისთავად გამოჩნდება კონკრეტულ შემთხვევები ყოველთვის იქნება ხელისუფლების პოლიტიკი და როდესაც ის გასაკრიტიკებელი იქნება მისი პრორუსულობის ან რუსეთის მხარდაჭერის გამო ასეთ შემთხვევებში ის მოგწევს კიდევ არაერთხელ აქ თავარი არის სწორედ ის რომ სტაბილურობის განცდას არ უნდა ადებდეს ივანიშვილის რეჟიმი ანუ ივანიშვილის რომ დესტაბილიზაციის წყარო აი ხა აშფოთავს და არეულობა როა და ხო უნდა ამ სამსაშუალო სტატისტიკურ ქართველსო დამთავრდეს და ისვენოს ბოლო-ბოლო ხა ესენი ეუბნებიან რომ ეს ხალხი რომ შევა იქა სახლებში და ამას მიტინგები რომ დამთავრდება აი დავისვენებთ მე ყველაფერი კარგად იქნება სამდრეში არ იქნება კარგად იქნება ცუდად და ეს უნდა დაანახო და ეს როგორ უნდა დაანახო ამ შემთხვევაში პროპაგანდასაც მნიშვნელობა რიტორიკასაც როგორ ლაპარაკობ რა ტერმინებს ხმარობ აი მე პირადად მოვერიდებოდი ხა მესიჯ ბოქსების დონეზე ხა მინდა უთხრა თუ თვარიციან ხა შეიძლება ჩამქოლო ძალიან მაინტერესებს ერთ-ერთი ავტორი 2012 წელს ივანიშვილის მესიჯ ბოქსების და მეც გახდით მე ვარიგებდი ზუსტად შენ ეს თქვი და კიდე სხვა ვარიგა დაგვარიგეთ ისეთი ხალხი რომ ასე თუ ისე რომ ის გამოცდილება მაქვს იმიტომ ამბობ და რა მუშაობს რა ყოველწასი აღარ იყო ბოლოს საერთოდ დაირია ეგ სიტუაცია და საერთოდ ვირას ლაპარაკობდა კაცმა აღარ იწოდა უკვე მაგრამ აი დავანებოთ წარსულს თავი არ ხონდა მაშინ ამას უკვე პრინციპული მნიშვნელობა უკვე გადატეხილი იყო სიტუაცია და აქ ეს სიტუაცია არის გადასატეხი უკვე და აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ასე თქვა ადამიანები ვინც საუბრობენ მათგან მოდიოდეს სიმშვიდე მათგან არ მოდიოდეს აგრესია არ უნდა უძახრო შენ ხარ დებილი და შენ ხარ გოცი და რუსი და რუსებს მიეყიდე და ეს თუ უძახე ხა იმ ადამიანს იმას შენ განიზიდა ვის მომხრეს ის ვინც მეტნაკლებად მაინც ყოყმანობს მით უმეტეს ის ადამიანი რომელიც შესკენ გადმოვიდა უკვე და რაღაცა უკვე ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო ახ შენ რომ მაშინ ამას აკეთებდი ის როგორ იყო აი მორჩება იქ ეს არ ვარ ეს რაღაცნაირად რაღაც იმ პერიოდამდე სანამ არ წასულა ეს ხელისუფლება მე კი ბატონო დავждეთ გავარჩიოთ ვინა მიქარა და ვინ არ მე მგონი შეიძლება საერთოდ არ იქნება გასარჩევი იმიტომ რომ ბევრი სხვა ამოცანა იქნება გადასაწყვეტი მაგრამ ამ ეტაპზე ხე ძალიან ადვილი დასანახია რომ ეს მხოლოდ ხელის შემშლელია კი ბატონო აბსოლუტურად ეს გასაგებია არსებობს რა ვიცი ხა სახარებისეულის გავიხსენოთ ეგრეთ წოდებული მე-11 ჟამის მუშაკების იგავიცა ვიღაცა გვიან მოვიდა და ყველაზე მეტი იმას შეხვდა შეიძლება ასე იყოს მაგრამ ერთნაირად ხო ან ერთნაირად შეხვდა ვიხადე ვიზა რომ ამან 1 საათი იმუშავა და იმა 8 ორივე მიიღო ერთნაირად ასე ხდება მე მესმის ადამიანების გასაგებია იმათი კი განაცხადება რომ ეხლა შენ რო 1 წლის წინ გამოხვედი და მე 10 წელია და 13 წელია და თავიდან რომ ამას ვამბობ ეხლა
შენ სიტყვას უფრო მეტი ძალა რატო უნდა გქონდეს ვიდრე ჩემსას მესმის ადამიანურად, მაგრამ რა ვქნათ, ისტორია არა, ისე არის. სამართლოა და ცხოვრება ფლად სამართლიანი არ არის, ამიტომ თავარი არის საქმეს რა გამოიყვანს. რა მოგვიტანს წარმატებას. თუ აქედან არ გამოვედით და თუ საკუთარი წყენებიდან, საკუთარი გულდაწყვეტებიდან, საკუთარი რაღაცა ამბიციებიდან, ეგოებიდან და ასე შემდეგ გამოვედით, მაშინ არაფერი არ გამოვა. მთავარია რომ წინ დავაყენოთ საქმე. თუ დღეს საქმეს გააკეთებს დათო ზურაბიშვილი უკეთესად, მიუხედავად იმისა, რომ ის 2012 წელს იყო სიტყვაზე ვამბობ ივანიშვილის მომხრე და მისი მართლა სპიჩრაიტერი იყო მისი, ხო? მაშინ დათომ გააკეთოს ეს საქმე, იმიტომ რომ საქმეს ასე ჭირდება. 2012-ში გერო 2019-ში თუ იყო მომხრე და თუ გამკეთებელია ამიტომ ეხლა აი ქეთის ამ ნათქვამს რომელიც საკმაოდ რადიკალური პოზიციებიდან გამოირჩეოდა ყოველთვის და ქეთის ნათქვამი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მას ყავს თავისი ასეთივე წრე, რომელიც ყურადღებით უსმენს ქეთის და მისთვის არის მაგალითის მიმცემი. ამიტომ ქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი სპიკერი ამ შემთხვევაში ამ ხალხთან. იმიტომ რომ ეხლა ქეთიმ რაც გამოია, მაშინ ქეთიმ საერთოდ რა უნდა თქვას, იცით, რომ ის ზვიადისთან მოყოლებული არის ჯერ იყო მარგინალიზებული, კიდევ თუ ქეთი მაპატია შეიძლება ეს რომ ვთქვათ, მაგრამ თვითონ გაქვს ნათქვამი, რომ ბოლოს ყველაფერს თავი დაანება და მაღაზია გახსნა ამ ლიტერატურმა ქალმა, იმიტომ რომ აბსოლუტურად აღარ იყო ჩემი დიდი თხოვნის მიუხედავად ის გაზეთი დახურა. ხო, სიფცი აღარ დარჩა მისთვის და მოყოლებული ზვიადიდან მოყოლებული ბრძოლაშია და ასკეტურ ცხოვრებაშია და ეხლა მაშინ ქეთიმ უნდა თქვას და ქეთის მდგომარეობაში მყოფმა ხალხმა უნდა თქვას, რომ თქვენ საერთოდ ვინახართ აღარაფერ თქვენი აზრი არ მაინტერესებს, ჩვენ ავართ ის, ვინც უნდა გადავწყვიტოთ, ხო, მაგრამ ესე არ გამოვა. თუ ყველამ თავისი ბრძოლის გზიდან გამომდინარე. რაღაცისთვის ბრძოლა არ ნიშნავს, რომ შენ ის ინტელექტუალური რესურსი გაქვს. მე ხო მესმის, ხა მე ძალიან ბევრი მაქვს ნაბრძოლი, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ მე ის ინტელექტუალური რესურსი მაქვს, რომლითაც მე შემიძლია რამე შევცვალო აქ მარტო. ხო, აი ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება სწორედ რომ შენ აი მაშინ არასწორ ერთხელ შეიძლება შეცდეს ადამიანი, ხო? შეცდომას ყველა უშვებთ, ხო, ჩვენ არ დაგუშვებთ შეცდომა თუ როგორ არის ჩვენი საქმე. ხო, ამიტომ სულ არ ნიშნავს ამას. უბრალოდ ორივე მხარემ, აი ჩემი აზრით, ორივე დაახლოება როგორ უნდა მოხდეს, ნაკლები გონორით უნდა ილაპარაკოს იმ მხარემ, რომელმაც თავის დროზე შეცდომა დაუშვა და უფრო გონივრულად უნდა მოიქცეს ეს მხარე, რომელმაც შეცდომა არ დაუშვა, მაგრამ პასუხისმგებლობას იზიარებს 2012 წელს. მე არ დათოს კი არ ვაბრალებ რა, მე ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიზიარებ. იმიტომ რომ ჩვენ უფრო აქტიურები და უფრო მეტად კრიტიკულები, ჩემზე მეტი კრიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე არ ყავდა. და სხვა შორის ვარდების რევოლუციაზეც კი. იმიტომ რომ იქ ისეთი ადამიანები იყვნენ, მე არ მინდოდა ვარდების რევოლუციაზე მისვლა, კიდე ერთხელ ვიმეორებ ამას ეთერში, იმიტომ რომ იქ იყვნენ ჩემთვის მიუღებელი ადამიანები იდგნენ. გოგა ხაინდრავადან დაწყებული, სხვათა შორის დამთავრებული კიდე უფრო ისეთი ფიგური ჟვანიათი. ხო, მე მაინც წავედი და დავდექი იმ ადამიანების გვერდი, რომელიც ავტომატებს მესროდნენ. აი იმ ადამიანების გვერდი და ამიტომ ეხლა ხო, ძალიან დიდი ბოდიში რა. უწყინარი მართლა ეხლა ნუ ისეთ სახელებს ვასახელებ, რომ ხა ვიღაცა მართლა ჩვენ მხარეს არც ერთი ადამიანი არ არის, ესეთი ავტომატიანები ისე ვიქცან სხვათა შორის. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი აი ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა თავისი მაღალი ტემპერატურით და ამ ტემპერატურის გადალახვით. რაღაცა მინი მოდელი თუ როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენს ემოციებს და როგორ უნდა კონცენტრირდეთ თავაზე. რაზე უნდა კონცენტრირდეთ, ხო? ხო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა საკითხებზე შეიძლება ვერასდროს ვერ შევთანხმდეთ, ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი გადაცემა იყო. და ზუსტად ამის თქმაც მინდა მე და ყველა მეს უნდა ვიმეოროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაფართოვოთ პროტესტის მხარდამჭერთა რიცხვი.
გაფართოება გულისხმობს იმასაც, რომ არ დავამუნათოთ ადამიანები, მათ შორის იმის გამო, რომ პროტესტზე ვერ დადიან, ან საჯარო სამსახურში მუშაობენ, ან რაღაცა ისე ვერ გააკეთეს, როგორც ჩვენ გვინდოდათ, რომ გაეკეთებინათ, ან 2 წლის წინ თუ 1 წლის წინ სხვა პოზიციაზე იდგნენ, ამის ფუფუნება ჩვენ არ აქვს. ჩვენ გადარჩებით მხოლოდ ერთად, ან ყველა ერთად დავიღუპებით და ბოლოს და ბოლოს ქეთი თუ შეძლო იმ ხალხის გვერდით დგომა, ვინც ავტომატს ესროდა და მართლა ძაღლებივით დასდევდნენ ქუჩაში მოსაკლავად და ასეც მოუკლავთ ზვიადისტები და მართლა ამაზე დიდი დეჰუმანიზაცია მოწინააღმდეგის ახლა ხდება იმის შემდეგ ცოტა კიდე სხვანაირი კუთხით. ეხლა ჩვენ იმას უნდა დავდგეთ იმაზე მაღლა ვიღაცის ნათქვამი ადრე მოგვეწონა თუ არ მოგვეწონა. მოკე ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ქეთის აი ამ ასეთი გამოსვლისთვის დათოს და დათოს სახითაც დავინახეთ ადამიანი, რომელიც სტრატეგიულად აზროვნებს, ფიქრობს და ასეთ ხალხს უნდა შეუწყოთ ხელი, ახალ ლიდერებს უნდა შეუწყოთ ხელი. დიდი მადლობა. მოკეთ მე ძალიან ყვაყოფილი დავრჩი ამ განაცემით. რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ არაფერი არ უნდა ამეჭრა, იმიტომ რომ იმდენად ბუნებრივია, ეხლა ეს ყველაფერი იმდენად ბუნებრივია. არაფერს ამეჭროს არ ვაპირებ. შემაურებელი მაინც მემაგინეს, მაგრამ ის მიჩვეული. მოკლედ, დიდი მადლობა. გადააზიარეთ ჩვენი პოდკასტები, მოიწონეთ, უთხარით თქვენს ახლობლებს, რომ არსებობს ესეთი მშვენიერი პლატფორმა, რომელიც მე მგონი მართლაც ძალიან კარგი პლატფორმა. ნახეთ ჩვენი პოდკასტები ისტორიაზე, ლიტერატურაზე, ამაზე უკეთეს მართლაც არაფერს ვერ მოისმენთ ქართულ ენაზე. სრული პასუხისგებლობით შემიძლია ეს ვთქვა. დიდი მადლობა სტუმრებს, მაყურებელს და ამით გემშვიდობებით.